მოგესალმებით, ძვირფასო ტელემაყურებლებო. ეთერშია ტელეკომპანია სეზონი დღის შემაჯამებელი გადაცემით. დღეს ძალიან ბევრ თემებს შევეხებით, რომ ორშაბათი დღეა და ბევრი რამ დაგროვდა, მაგრამ ყველაზე სასწაული ის არის, რომ ისეთი განცხადებები კეთდება ადამიანების მხრიდან, რომ არ ვიცი, თვითონაც არ ცხენიათ ამ განცხადებების და რაღაც ალოგიკურობის მწვერვალი არის ალბათ რა. ალბათ გახსოვთ თქვენ ეს კოტე იოსელიანი, რომელიც გახდათ ნაცმოძრაობის ერთ-ერთი აქტიური წევრი და თინათინ ბოკუჩავას მეუღლე არის თუ არ არის, კიდე გასარკვევია, ვერ გავარკვიე ყოფილია თუ ამჟამინდელია და ამა ვაჟბატონმა შეურაცხყოფა მიაყენა ბიძინა ივანიშვილის ვაჟს რაღაც რამდენიმე წლის წინ და ეთყობა ეხა ნამუსმა შეაწუხა და გამოვიდა და თქვა რომ მეო ბოდიშვიხტიო რა. ეხა ჯობს გვია ვიდრე არასდროს, ეხა გასაგებია რომ ძალიან გარკვეული დიდი დროც გავიდა, მაგრამ ნუ მაინც გასაზიარებელია ეს პოზიცია და ესე იგი ამბავი ატეხა მისმა მეუღლემ თინათინ ბოკუჩავამ, რომ ესე იგი მოიტაცესო ჩემი ქმარიო და ესე იგი მთელი ამბავი მოусვინოთ აი ამ განცხადებას. და თვალებ ახვეული და ხელებ შეკრული გაიტაცეს თინა ბოკუჩავას მტკიცებით ასე ჩაიწერა მისი მეუღლის ვიდეო, სადაც კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის. ირკვევა, რომ თბილისის ცენტრში ჭავჭავაძის გამზირზე ვაკის საცურაო აუზთან კოტე იოსელიანს 5 პირი ჩაუსაფრდა, თვალები აუხვიეს და დაუდგენელ მისამართზე წაიყვანეს. ფანტაზიის უშრეტი ნაყოფი საიდან აქვს ამ ხალხს, მაგრამ ამ კაცს ესეთი რამე არ უთქვია, რომ მე მომიტაცეს და ამის გამო განვაცხადე ასეთი პოზიცია, იმიტომ დავაფიქსირეო და ესენი საიდან აფრქვევენ ასეთ პოზიციებს, ჩემთვის გაუგებარია სიმართლე რო გითხრა და მე გაოგნებული ვარ ამის გამო და აი ეს ყველაფერი მაგონებს ერთ ცნობილ ფილმს და აი ამ ფილმის პასაჟი ალბათ თქვენს გეცნობათ. ეს ალბათ ასე მოიტაცეს ქალბატონი თინა ბოკუჩავას მეუღლე. დიახ მეგობრებო, ეხა ჩვენ ხედავთ რომ აი ესეთი პოზიციები სჭარბობს და არ ვიცი ეხლა ვინ მოიტაცა, საერთოდ თინა ბოკუჩავა მოიტაცა ადრე ამ ყიფიანმა და ისე შეირთო ცოლად თუ რა, მაგრამ ერთი არის უდავო რომ არის ადრე სხვათა შორის იყო ამ ქალების მოტაცება მოდაში ერთი პერიოდი 90-იანებში. ეხლა მოტაცებები აღარ ხდება საერთოდ და რამადამაიც ეხლა გაუსკდა ამ ხალხს ამ ქრის მიმართ სიყვარულის ბუშტი რომ ასე ნერვიულობს თავის ქმარზე ვერ ხვდები. კაცი გამოვიდა ცხოვრებაში ერთხელ დააფიქსირა ვაშკაძური პოზიცია და ბოდიში მოიხადა, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი იზიარებს. და ქალბატონო თინა ბოლო-ბოლო ჩამოყალიბდი და გაგვარკვიოთ იქნება ვინ მოიტაცა, ვის რა უქნეს, ვინ როგორ უქნა. ესე იგი მე არ ვიცი ეს კაცი რამე რო ყოფილიყო დღისით ბზისით და იტყოდა რაღაცა ყველაფერს თან რომელი დრო არის ეხლა რომ ესე ვიღაცა მოიტაცო, თან ეს კაცი ამბობს რომ არავის არ მოუტაცივარო. რო გამოვიდა იმ რა ქვია განცხადებები მე შეეძლო ან უარყო ეს ან დაედასტურებინა. სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილი გამოვიდა მერე და თინა ბოკუჩავას არ ვიცი აპლოდისმენტები და რა ვიცი ხებადიდება შეასხადა. არ ვიცი ქალბატონო თინა თქვენ ოჯახში გაერკვიეთ. საითკენ ხართ თქვენს ბოლო-ბოლო ეს სააკაშვილისკენ ხართ, თქვენი ქმრისკენ ხართ. რა ვიცი რა პლატფორმისკენ ხართ, ვეღარ გავიგეთ, ხალხი ნუ დააბნიეთ რა. იქ სააკაშვილი ნერვიულობს თქვენზე, აქი თქვენი ქმარი ასე განცხადებებს საკეთებს, თქვენს სხვა განცხადებებს საკეთებთ. მე არ ვიცი, აი ეს არის ამათი პოლიტიკური სახე ამ ნაცმოძრაობის რა. ეს არის ამათი სახე. სასაცილო კი არ არის, სატირლად გვაქვს საქმე, რომ აი ასეთ რაღაც აბსურდის თეატრთან გიხდება ხოლმე რაღაცა კომენტარების გაკეთება შემდგომში. დღეს აი ამ თემებზე და სხვა საინტერესო საკითხებზე ვისაუბრებ სტუდიაში
სტუმრებთან ერთად და ჩვენი გადაცემის სტუმარია პუბლიცისტი, ჟურნალისტი ბატონი დიტო ჩუბინიძე. მოგესალმებით ბატონო დიტო. სამშვიდობისა, მივესალმები ტელეკომპანია სეზონის. არ ვიცი, აი ბატონო დიტო, ეხლა მე არ ვიცი, აი გაოგნებული ვარ, იცით. კაცი გამოვიდა და დააფიქსირა ძალიან სწორი პოზიცია. ჯობს გვიან ვიდრე არასდროსო, ნათქვამია და გამოვიდა გვიან, მაგრამ მაინც. ეს ხალი ატყდა აგერ სამგლეგოჭივით, რომ რაღაცა ჩემი ქმარი მოიტაცესო და რა ვიცი, ეხლა ამ კაცის მოტაცებაზე იოლი არ არის და რა შეჭirdებათ კოტე იოსელიანის მოტაცება, რომელი პოლიტიკური ფიგურა, რა აუცილებლობა იყო, ეხლა მით უმეტეს, რამდენი ხანი გავიდა იმის შემდგომ თუ და რა აქვს ამ კაცს მოსატაცებელი, ესეც საკითხავია კიდე, რა ვიცი. კიდევ ერთხელ მივესალმები ჩვენ ძვირფას ტელემაყურებელს. ბატონ ნიკოლოზ, თქვენ სწორად შენიშნეთ, რომ აქ ეხლა არის რაღაცა ჯადოსნური სამკუთხედი ბავშვენ, ესე იგი მიშა, კოტე და თინა. ესე იგი ყველანი ახლა ვინ ვიზზე ნერვიულობს, ეგ კიდე საკითხავია. მე მაინც მგონია რომ მიშას უნდა თინას მოტაცება. იმიტომ რომ ძალიან კენტად გძნობს თავს იმ ბიომედის სანატორიუმში. და გულის წორები შემოაკლდა ეთყობა ყურადღება უბრალოდ მათგან. ჯერ ერთი კაცი აკეთებს განცხადებას და იხდის ბოდიშს და ეს ქალი რა მართლა სამგლეგოჭივით გამოხტება ხოლმე წინ და გააკეთებს ეგეთ განცხადებას. ერთ საინტერესოა კოტე იოსელიანი რა სიტყვის ამის შემდეგ, რომ რომელია მართალი? ის რაც კოტე იოსელიანმა თქვა, თუ ის რაც მისმა არ ვიცი, აი ვერ გავიგე მე ეს ოჯახი ერთია, მე საერთოდ ოჯახის დანგრევის წინააღმდეგი არა ვარ, მაგრამ მიშას აქვს ძალიან ბევრი ოჯახები დანგრეული საქართველოში და ჩვენ გავიგოთ ახლა რომ რატო ნერვიულობს ეს კაცი ვერ არა სააკაშვილი რატო ერევას ქვის ოჯახის სააკაშვილი რატო არის ესე იგი ასე აწრიალებული რა გინდა ბუღაცავით იწევს იყოს ამ ხალხს ესე იგი ნუ არ ვიცი რა გაოგნებული ვარ რომ ქალბატონო თინა თქვენ ჯერ ჩვენ უნდა გავარკვიოთ როდის იყო ბოლოს თინა მიშასთან როდის ინახულა და აი ამის მიხედვით ჩვენ უკვე დავადგენთ მიშას მღელვარების ამპლიტუდას და ხარისხს ეთყობა იქ თქვენ დაგიგვიანდათ მასთან მისვლა და ამისთვის აუცილებელია რომ მიბრძანდეთ და იყვანოთ კიდე იქ მარიამ საჯაია წაიყვანეთ და კიდე იცით ახლა თქვენ ვინც აქავთ იქ მისაყვანი ეხლა იქ თემურ ჭყონიას და ის ელტონ ჭყონიას ნუ წაიყვანთ და საწოდაობას ნუ გაყურებიეთ რა არა ეხლა ელტონ ჭყონიაზე გამახსენდა ეს ჟურნალისტები კაცო რატო იქ განსაკუთრებით ბარამიძე ელტონ ჭყონია ყოფილა დიდი მეცენატი ვიო მეც არ მიკვირდა ეს ხალხი რატო უხსნის ამ ელტონ ჭყონიას სიყვარულის ახსნის მიზეზი ყოფილა აი ეს მეგობრებო აგერ ესე იგი ჩვენმა კოლეგამ ნათია ბერიძემ დაუკავშირდა გახეთქა ახალი სკანდალი ესე იგი რომ თურმე ეს კაცი ესე იგი დესიტიში კაი საყვარელი ციფრი იყო ვანო მერაბიშვილის თქვათ შორის არც მე მარ იმათ უბრალოდ ამ ციფრის მიმართ მეც მიყვარს ეს ციფრი მაგრამ ეს ელტონ ჭყონია ჩვენ არ ჩაგვირიცხავს 100 წელი ფულს მაგრამ აგერ ვინ ვისურიცავს აგერ ფულს არ გაინტერესებთ აგერ მოусმინეთ აგერ მე გუშინ გირეკავდით ბატონ თემურ მაინტერესებდა გაფრინდაშვილსა ქაჯაიევს საგზურები რო აჩუქეთ თქვენ ხარ დიახ ნათია ვარ ბერიძე ძალიან კაი ჩვენ მეგობრები არიან და რატო გავიქნათ არა რასთან დაკავშირებით არ გამიკვირდა მარიამი და ნანუკა არიან თქვენ მეგობრები არიან ეს ხელფასსაც მაგიტო მეგობრულად უხდით 30000 მეგობრულად უხდით ხელფასებსაც თქვენ თუ ჩემთან დაამყარეთ მეგობრობას თქვენ ეს პრივილეგია ანუ მე თუ თქვენთან ვიმეგობრობ 30000 გადამიხდით ხელფას და საგზურსაც მაჩუქებთ ხედავთ ხალხო ეს იგი 30000 ლარი პლუს საგზურები ამ გაფრინდაშვილს ამ ნანუკა ქაჯაევს ხოთეჟ ამ ნანუკა ქაჯაევზე თქვა მე თქვენი შვილობა რო გიშვილოთო მინდაო არ ვიცი ხა ეთყობა იმ ხალმა ვერ გაამართლა მისი იმედების პიდარასტების შოუებს რო აწყობს ის მისი შვილი რაღაცა მერსედესის პარტიო და ეგ სხვათა შორის ხოდა აი ხა წარმოგიდგენიათ ეხა სასაცილო არის ეხლა ესა აი ეს არის დამოუკიდებელი მედია ბატონო ელტონ
თქვენ ერთი აი იმაში რა ქვია წეროვანში რომ დევნილთა დასახლება არის კიდე უამრავი ერთი იმ ბავშვებისთვის ჩაგერიცხათ 1-2 კაპიკი და ან მაკდონალდში წაგეყვანათ ამ უკრაინელ ბავშვებს რომ გადაყევით და კარგია პრინციპში ცუდი კი არ არის ხა იმ ბავშვებმა რა დააშავეს მაგრამ ბიჭო ესენი ყოფილა აი კიკუების ისა ფორმულა დაფიქსირდა ესე იგი 30000 ლარს რომ მისცემს ეხლა წარმოგიდგენიათ რა სიკადრებენ და რა სკადრულობენ ესე იმიტომ ამ ტევე პირველში ხნეშა და ყნესა რო ისმის ამ იმაზე რა ქვია დღედაღამე და ეს დადებენ ამ კოკაკოლის ბოთს ესე იგი და იმაშვებიან და არ ვიცი მე და სასწაული ქვეყანა ვართ რა თან საგზურებსაც ჩუქდით ეს რა საგზურებია კიდე გამოზარკვევია მაგრამ აი ეს არის ქართული მედია ეს არის იმის ელტონ ჭყონიას ბორდელებად არის ქცეული მთელი ტელევიზიები რა ლამის საგზურებად ეხლა ეს ამათ იმაში ბრიტანეთის მუზეუმის დასათვალიერებლად ხო არ გაუშვებს მაგათი საგზური ის არის რომ შეიძლება რაღაცა სადღაც ექნება ბუნაგი მოწყობილი და იქ გააფორმებს სამარცხვინოა რა თქმა უნდა ეს მეგობრებს არ არის ასაცილო ეს ეყავთ ნაყიდი რა ეხლა აი ამ 30000 ლარად აქვს ნაყიდი ესე ეს ახალგაზრდა გოგონები ყავს ნაყიდი ბატონ ელტონს ჭყონიას უпростоრად თემურ აკოფობს და გვარი დაიბრუნე შენი უიპარავ ამ ქართულ გვარშენა შენ ახარ თემურ აკოფოვი და ნუ არცხვენ სომე ღერს და ნუ იპარავ ქართულ გვარს ჭყონიას არავით არის ჭყონია შენ არ ახარ დეგიცის თელმა თბილისმა თელმა საქართველომ მე არ ვიცოდი მაგისი ძმა არის ბოლნიში და გვარად არის აკოფოვი ეგიცის ყველამ ხო და ეხლა რა ბოდავს ეგ ჭყონია ხაზარაძეზეც იძახია არ ვიცი ეხლა ხაზარაძე საერთოდ არის ხაზარების ნაშიერი რა არ ვიცი მე გეუბნები ელტონ ჭყონია ეგრეთ წოდებულ ჭყონიას მიუმართავ რომ ნუ იპარავ ქართულ გვარს და ნუ ღალატობ ძველ ჩვენს მეზობელ დიდი კულტურის მქონე სომე ღერს ქვა ხართ აკოფოვი აკოფიანი და იყავით აკოფიანი არც ერთი აკოფიანი არ არის ჭყონიაზე მეტი და არც ჭყონია არ არის აკოფიანზე მეტი ხართ აკოფიანი და იყავით აკოფიანი ნუ იპარავთ ქართულ გვარს რა შეეხება ამ გოგოშკებს ელტონის გოგოშკებს აი არ ვიცი რა ეხა თქვენ რა გიწოდოთ არ ვიცი რა ერთი ეს ქაჯაია ესე იგი ისტერიკები გაუმართა ერთ კაცს რომ მამა ჩემიო გაგრაში დაიღუპაო და შენო და საქართველოს გმირიო და ჯო მამა შენი ღმერთმა აცხონოს მაგრამ ეხა მამა შენს რო გაეგო ნანუკა რომ შენ მამის ტოლა კაცი 30000 ლარს გაძლევს რომ იმის შემდეგ მოიქცე ისე როგორც იქცევი ანუ გახდე ელტონის პუტანა რაჭკუაზე დადგებოდა იმ ავტომატს ხო შემოგიტრიალდებოდა აფსუებს რო ებძოდა და ხო მოგიშვებდა მთელ ჯერს და ჩაქცხრილავდა ადგილზე და იქნებოდი კიდევაც ჩასაცხრელი და მოსაკლავი ხართ სამარცხვინოები ხართ თქვენ სამარცხვინო ერთხელ ეს მოვიდა კაცო ეს გაფრინდაშვილი პრესკონფერენციას ვატარებდი დამიჯდა წინ ცოტა შემაღლებულ ადგილზე ვიყავი ისე დაჯდა რომ გეუბნები პრესკონფერენცია კინაღამ ჩამივარდა კაცო 1-4 კაცი მიჯდა გვერდით და წამოხდნენ ის ხან ახტებოდნენ რატო როგორ დაგი ნუ არ ვიცი ეხა იმას ვერ აღწერ მე იქ ისე დაჯდა ეს გოგო კაცო ნუ მე არ ვიცი რა ეხლა კაცები ვართ ყველანი და ეხლა გასაგებია რომ ყველაფერი როგორც არ იწმევა ისე არ ითქმევა ესენი არიან პირდაპირ გეუბნებით რა ეგ სხვათა შორის ეს თემურ ჭყონია ადრე ამბობდა რომ ის ჩემი მეგობარიაო ის სააკაშვილის და მისი ძმების საერთო მოხმარების ქალი რო არის ის ხატია დეგანოიძე ადრე იმასთან არ დადიოდა ხელხელ გადახვეული ეგო ჩემი მეგობარიაო ახლა ამათ აძლევს ახლა ამ ნათიაბერიძეს ეუბნება გახდი ჩემი მეგობარიო და შენს მოგცემ 30000-ო და ნუ არ ვიცი ახლა აი მეტი რაღა უნდა თქვას ბატონო ნიკოლოს კაცმა
ესე იგი ფაქტობრივად ეს არის ტელებორდელებს იმიტომ ფაქტობრივად ესე იგი ვის შეკვეთას თან აღიარა თავი მე სხვათა შორის ამ ნანუკა ქაჯაია გამოვიდა და მე არაფერი არ მოუციო კაცი აგერ იძახის ხო თუ არ მოუწია აბა რატო იძახის აგერ თახაც დაასახელა 30000 არც მეტი თან როგორ არი ვალუტა ის დოლარი ხო თამაშობს გესმით და 30 უთხრა რომ დესიტიში იყოს რა არ დააკრდეს დესიტიში დოლარს 30 დოლარის თამაშობს, ესენიც ათამაშებენ და არის ერთი ზედახურა. აი საქსაული. არა, ვერ გავიგე, ისე აი გულუხვი კაცი არის, არა, რომ ეს ვერ დაუკარგავ მას, რომ ესე იგი თავის არა, გულუხვი არ არის, უბრალოდ ეხა რაც ახალგაზრდობაში დააკვირდა, იმას ამ სიბერეში ისრულებს ეთქობა, მაგრამ ბატონო ელტონ, თქვენ ეხლა ტრანკვილიზატორებს ან რაღაცებს ღებულობთ ალბათ, ამაჩქარებლებს და ამან 1-2 კაცი ვიცი, ერთი-ორი კაცი ვიცი. აი ისე გარდაიცვალნენ, რომ კუბოს თავი ვერ დაახურეს რა და თქვენც ისე და თქვენ ახლა ხო და თქვენც ისე არ გაგისტუმრონ მაგას, მაგ ქაჯაია. არა, ვერ ამდენ ახალგაზრდა ქალბატონის გაძლება ძართდელი არის. თან ენერგიული ქალბატონი ძაძდელი არის და მე არ ვიცი ახლა მაგარი მალინკი გიგანტ ბალშოვა სექს ალბათ არ ვიცი ახლა მე ერთი რამე შემიძლია ვთქვა რომ ხალხო ასე ღიათ მაინც ნუ გამოიტან თქვენ რაღაც პირად ცხოვრებას ცოტა და რაღაცა დახურული მაინც გახადეთ ეს ყველაფერი არა ეს რო ესე ეხა 30000 კიდე რასაყოლებს კიდე ხვაზე ხო წარმოგიდგენია სოფო ელტონოვნა რო გაიგებს ეხლა ამ ამბავს და ამათ როთმებით დაიტრებს ჩემთვის არ მოგიწია მაგდენიო და იქ რა ამბავე იმას სააკაშვილი აძლევდა სამაგიეროდ ნუ ბარი-ბარში არიან რა ეგ როგორ არის არა სასწაულია ეხა სასწაულია იმიტომ რომ ეხა ეგერ აი ხა უყურე ხა აი ამ ჟურნალისტების სახე რა არის მე ვთქვი კიდევაც მე ხელისუფლებას კატეგორიულად ვთხოვ რა ნუ გადააქციეთ ეს ქვეყანა მართლა ეხა ამ ბორდელების ყურების ობიექტად და რაღაცა რა აღარ გვინდა ამათი ყურება რა და დაკეტეთ ეს ბორდელები რა მე არ ვიცი კანონით აკრძალული არის საქართველოში პროსტიტუცია რატო არა კანონით ხო არის აკრძალული პროსტიტუცია რატო გვაყურებინებთ ამ ბორდელებს პირდაპირ ეთერში რა მე ხუმრ ერთი ის ხალი კაცო ის როენა სახელობის მაინც გახადონ ის ტელევიზია უკრავყოფა იქნება მაგალის არის მე არ ვიცი ის ხალი პატრიოტად ემსახურებოდა თავის საქმეს და ამბობდა კიდევაც ამ ყველაფერს და ესენი მაღალ მატერიებზე ლაპარაკობენ ჩვენ ვარ დემოკრატიის შუქურა რა დემოკრატიის შუქურა აი ხა გამოდის აგერ განახებთ ეხა ეს სასაცილო აღარ არის ქალბატონი როინა იყო პატიოსანი გადამხდელი და კაცო თქვენ ჩოჩიკები მაინც დაიყენეთ ან რაღაცა ქენით არ ვიცი რა სასწაული ჩვენ ისე დღეს სტრატეგიული შეცდომა მოგვივიდა აქ ბატონი ტრისტან წითელაშვილი ბატონი იმანის ისე ფასები ძახან იმ დღეს ბატონი ტრისტან წითელაშვილი უნდა ყოფილიყო ჩვენი ძმა და მეგობარი გენერალი ჩვენთან ერთად იმიტომ რომ ამ საკითხებში მოგეხსენება თქვენ განსაკუთრებით ფასების თამაში რასაც ქვია არა ეხა ქეთაც იცქიშვილი გამოვიდა ხალხო თავარი არხი ჟურნალისტი აი წარმოგიდგენ ეხა სერიოზულობით ხუმრობის გარეშე რესტორანი არის თუ რაღაცა ბოდიში სასტუმრო არის სტამბაო არც ვიცი არც გამიგია და გამოდის აი ეს გოგო აი ხა ყურადღებით მოისმინეთ ეხა ეს არის გამომცემლობა სამშობლო საიდანაც ჩვენ გამოგვაქვს აი უყურეთ ეხლა მოისმინეთ ესე იგი გამოდის ახალგაზრდა გოგო და ვინცო აქო არიო ვინ არიო აქ ოცნების ხარდამჭერიო რა ხო და ვინც არ არისო იმისიო დედაო და რაღაცაო მე არ ვიცი რა ეხა რო შეხედავ ამ გოგოს აი ეხა აი ნახეთ ეხა აი შეხედეთ ეხა ამ გოგოს ეხა შეხედავ ეხლა ვინც არიცნობს რა არის რასაკეთებს როგორ აკეთებს იტყვის რომ ამ ჩვენიერი ქართველი გოგონაო შვილო რო კითხო დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის იბძვი თქვენ და პირიდან რატო ხეთქავს თქვენთან კანალიზაციის მილი ან რა წესია ეს რომ ქოცები ესე იგი ეს ვერ გავიგე რა ეს გავატაროთ უნდა ყველაფერი ჩვენ ყოველსა
არა ქალი ახალგაზრდა გოგო გამოდის ეხლა ამათვის ყველა არის ქოცი ვინც არ არის ნაცი შეიძლება სულ არ მინდა არც ეს ოცნება არც ნაცები და დედას აგინებს ყველას შუა რესტორანში და მე გამოდიან და ჩვენო რატო გვაპატიმრებენო კანოს რატო იღებს ხელისუფლებაო შვილო თუ პრობლემა გაგდა კაცი ვერ მოგინახია და აი ეს სასქესო ორგანოები და წუყდა რაღაცა ისმის თქვენი პირი და თქვით რა პინდარასტებთან რომ დადიხართ ეგ არის მაგის ბრალი თორე ხო აგერ ელტონი მოგცემს 30000 ლებას ლას აგერ უთხარი როგორ აძლევს იმ შენ დაქას ნანუკა ქაჯაიას მარიამ გაფრიდაშვილს და მოგცემს იმ 30000 ლას ის ელტონი რა უბედურება ეს გოგო გამოდის და ლაპარაკობს იმი დედა იმის ისა და როგორ გონია თქვენ ახლა ელტონ სამისთვის არ იქნება მიცემული მე არ ვიცი მაგას რა აქვს მიცემული მაგრამ ეს გოგო გამწარებულია აგერ იგინება და ამას უყურებ ჩვენ აი ამ პროპაგანდისტებს ხდებით ინგა გრიგოლიაც ნამყოფია არ მინდა ხა ნუ მე არ მინდა გრიგოლიაზე საუბარი იმიტომ რომ რაღაცა მაინც ადამიანურობას ვაქცევ დიდ ყურადღებას და ვათაშორი ჩემგან არა ნუ ჩემგან არ მინდა მე რაღაცა კოლეგიალური იქიდან გამოვდივარ და რაღაცა არ მინდა მას საუბარი მაგრამ ერთი რამე არის რა რომ ერთი რამეა რომ აი ეს ახალგაზრდა გოგოები ჟურნალისტები ასე რომ იგინებით და იფურთხებით რა თან ხალი მაინც არ იყვნენ კაცო ესენი რა დედები უნდა იყვნენ მითხარი ერთი რა ეხლა რომელ დედობაზე ვლაპარაკობ ჩვენ ბატონ ნიკოლოზ ხალი რო ამას იკადრებს ქართველი ხალი რომელიც ყოველდღე გამოდის ნუ რაღაცა ეხლა ჭეკლასის დონე ტელევიზიით მაგრამ მაინც გამოდის ხო და ნუ ფაქტობრივად საჯარო პირია შეიძლება ითქვას ხო და ამას რო იკადრებს და ვაგზლის უკანასკნელი მეძავებით დაიწყებს ლაპარაკს ასე ის ქალებიც კი არ ლაპარაკობენ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ საერთოდ და ამათი იმედი აქვს საქართველოს და აი ესენი არიან დედები და ესენი არიან ის ხალხი რო ქაჰოი დედანო მარად ნეტარნო ნიკოლოზ ბარათაშვილი რო ამბობდა ეს არის უზნეო თაობა ჩვენ ეხლა წეღან გაგვიგზელდა ხუმრობა მაგრამ ხო სახუმაროდ კი არა სატირლად და გვაქვს ქართველებო საქმე რა ეს არის დაღუპული თაობა მე 1000 გზის მithkoms და 1001-ით ვიტყვი ეს არის ერის ჭუჭყი და ნაგავი ეს არის დემორალიზებული ამორალური სოციუმი რომელიც უკვე მკურნალობას აღარ ექვემდებარება ეს არის ნახირი რომელიც უნდა ჩაირეცხოს ამათი მოტრიალება აღარ შეიძლება ესენი ქართველები არ არიან ამათ ეროვნება არ აქვს ამათ ყველაფერი დაკარგული აქვს სინდისიც დაკარგული აქვს ნამუსიც ეხა ცხოვრებაზე და რაღაცაზე ეს ხო ლაპარაკი ზედმეტია საჭმელის ჭამა არ შეიძლება ამათთან ეს არის აბსოლუტურად გახწნილი ხალხი პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით პირდაპირი ამ სიტყვის მნიშვნელობით ეს არის გახწნილი საზოგადოება ეს არის ამორალური ხალხი რომელიც ყარს აბსოლუტურად რომელ ქართველობაზეა ლაპარაკი და რომელ ქართველ ქალობაზეა ლაპარაკი ეს არის გახწნილი თაობა გახწნილი საზოგადოება და ჩვენი საზოგადოება თუ საქართველოს გადარჩენა უწერია ეს არის სიმსივნე მეტასტაზი რომელიც უნდა მოიკვეთოს ამიტომ მე მოუწოდებ ამ ხელისუფლებას რომ არა ეს ბორდელები უნდა დაიხუროს კაცო ეს არის ტევე ბორდელია აბა ეს არის საქართველოში კანონით თუ პროსტიტუცია აკრძალულია დაკეტეთ ეს პროსტიტუციის ეს არის ბორდელი და ეხლა ყველა დღე ბორდელს უყურებთ ხალხო რა უბედურება პირდაპირ ეთერში იგინებიან ილანძო თქვენი დედა თქვენი ისა თქვენია ესა რა რო ქვეყანას გავდეს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მოკვლევა უნდა დაიწყოს ელტონ ჭყონიას განცხადებასთან დაკავშირებით. რა თანხებს უხდის ის ეგრეთ წოდებულ ჟურნალისტებს? 30000 ლარს ხო? რატო უხდის? ამოდენა კორპორაციის, ამოდენა კომპანიის ხელმძღვანელი, ახლა როგორ ჩაიგდო ხელში ეს თანამდებობა და რა მოხდა და თურქული კრედიტი და 5 მილიონი დოლარი რო სახელმწიფოს გაასტუმრებინეს და მთელი ამბავი და ქვეყანა აზარალეს და დღეს მაშინდელი 5 მილიონი დოლარი დღეს რამდენი მილიონი დოლარი იქნებოდა ეს ცალკე თემაა ეს ცალკე დასათვლელია ქვეყანას რო პატრონი ხავდეს და პროკურატურა რო პროკურატურობდეს ეს გასაკეთებელია მაგრამ პირველ რიგში აი ამ კაცმა კოკა-კოლას პრეზიდენტმა ელტონ ჭყონიამ თემურ ჭყონიამ გააკეთა განცხადება რომ ის ჟურნალისტებს
ნანუკა ქაჯაიას და მარიამ გაფრინდაშვილს მეგობრულად უხდის 30000 ლარს. ამაზე უნდა დაიწყოს გამოძიება და მოკვლევა უნდა დაიწყოს. რა თანხაა ეგ არა? ამაზე უნდა დაიკითხოს, მე თუ ვწდები თქვენ იურისტი ბრძანდებით და მითხარით. ამაზე უნდა დაიკითხოს თემურ ჭყონია და ამაზე უნდა დაიკითხოს ეს გოგონები. თუ გოგონები არიან ეგ არის კანონი და ეხლა თუ გვინდა სახელმწიფო ეგრე უნდა იმ დღეს გამოვიდნენ ამ TV პირველზე და უნდა აჯაყდეთო ითქვა კაცო, აჯაყდეთო უნდაო. ჟურნალისტის მხრიდან იყო ესეთი ფრაზა კაცო ირაკლი ბათიაშვილი დაიჭირეს იმის გამო ბიჭებო გამაგდითო ერთი სიტყვის გამო ტელევიზიიდან პირდაპირ ეთერში ისმის აჯაყდით გადაატრიალეთ გადმოატრიალეთ ჩამოაქციეთ გადმოაქციეთ დაანგრიეთ და ვითომაც არაფერი ეხლა აქამდე რომ TV პირველი არსებობს და ფორმულა არის ეს არის სირცხვილი ქვეყნის ვინ გაბედავს ამას თურქეთში, ვინ გაბედავს ამას რუსეთში, ვინ გაბედავს უნგრეთში, ვინ გაბედავს ამერიკაში, ვინ გაბედავს, რომ პირდაპირ CNN-ის ჟურნალისტი რო გამოვიდეს და რო თქვას, რომ აჯაყდი დაამხეთო. და ახალგაზრდობაზე, აი მე მინდა ეხლა მამა არჩილ მინდიაშვილს ქონდა ძალიან კაი ქადაგება და მოусმინოთ, აი ახალგაზრდობის მდგომარეობა რა არის, როგორ არის, აი. გარყვნე ახალგაზრდობას თუ წაახდე, იმ ქვეყანას მომავალი არ ეკრება და ეს ქვეყანა არ უნდა თუ იყოს მომავლიანი. უნდა იყოს მოჩილებაში. არა, აი ძალიან სწორი პოზიცია არის და უდავოდ მართალია რომ ახალგაზრდობას თუ გარყვნი, ხო, უკვე იმას მომავალი იმ ქვეყანას აღარ აქვს. ეს უდავო არის. უდავოა, იმიტომ რომ აი შეხედეთ ეხლა თქვენ რა ახალგაზრდობაზეა საერთოდ საუბარი, აგერ აი ეხლა ამას რო შეხედავს პირდაპირ ეთერში ქართველი ახალგაზრდები. თოდეს გაუხდია გოგოს გადაცემაში ჩემს გვერდით მშდომს. Ой, ბეჭი. ძუძებს გამარჯოს. მე ესე ძუძებს აღარ დავურო ცალღარას დროს. აუც ქალიშვილი მოაშორე. ეგი რა იყო გოგო, მალადეც. დამალაგა თავზე. მალა დავლე ორს დავლე ბოზიშვილი ვიყო. მოდი დავა ერთად. ერთად? მაშინ ვახტანგური. არა ესეთი რაღაცები გადის ეთერებში ეს სიუცია ცარიელი აგერ ეხა ეს სხვათაშორის ერთ-ერთი არის დაპატიმრებული ეს ამას რთავენ ეხა სოციალური ქსელები არის ტელევიზიაზე უფრო დიდი მაყურებელი აი შენ გაგიჟება და კი აგერ ეხლა მეორე ვიდეოს განახებ შეიძლება ჭკუიდან გადახვიდე აი ამას რო კაცი მოусვე იმიტოა ჩვენი ახალგაზრდობა ჭკუიდან არის გადასული აგრევენ ამსხრევენ ეს ნარკომანები არ ვიცი აი ესენი ვიღა არიან ეს გაბაგები და ურალოდ აღარ ვიდა პატარავდი ცივად, ანუ ზამთარში ანუ პენისის ერექციაც უფრო პატარა და ვიდრე ზაფხულში ან ცივად და ყვარებს აი რა უკკინო ან ორგაზმის დროს შეგნით იციან შავარდნა ან გზავნიან ძრევის ვიდეოებს და მიზერებან ჩემთან როგორ შექსი დაკავდებოდნენ. შენ ხარ დარეკე იმ დღეს კლინიკაში პენისის გადიდებაზე. შენ რაღაცა გინდა რომ განდონები გამოვიყენოთ. სხვათაშორის მესმაქ რომ აი ხშირად ბოლოს ვიდეო ვნახე ხშირად ვაძრებს არა ეგეც კაცო მაგრამ აქციაზე რომ ამბობ რომ ჩვენ ყვერები არ გჭირდება ბოზებში დაყავ პენისის შემთხვევაში გადადის გადმო ჩადის ჩამოდის აუ კიდე ჩემი კლიტორის თავი ასოს თავი დამილუჭდა და რისი ბრალი იქნება როცა ქალი ზემოდან არის მაგ დროს ხშირად ხდება როცა ცოტა არასწორი მოძრაობის რაცა მაგალითად თავი ნაკლი ეს ძმები ცხადაძეები ერთი არის პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმარი. ეს პატიმრობა რაში დაიწყო აქ სექსოლოგია. აი ხა მე ძალიანაც არ მინდა ამ სიამოვნებს ამათი ყურება. აი ეს არის ჩვენი ნათელი ახალგაზრდობა. თურმე აი ამაზე უნდა გააკეთოს სწორება, თურმე ამის ეს უნდა იყოს ჩვენი ქვაკუთხედი განათლების ეს არის ესე იგი ეგრეთ წოდებული პრადვინუტი ახალგაზრდობა რომ გოგო გამოდის და არჩევენ საქმეს ეს გოგო ვინ არის ეს გოგო არის არ ვიცი სექსოლოგია თუ ვინ არის მაგრამ ეს ხადაძეები არიან ესენი ახალი ეროვნული მოძრაობის წევრები არიან ესენი და ხო და აგერ აი კიდე ერთი გადაცემა ესე იგი ამ ყველაფერი ესენი ხო ნათელები არიან და სიბნელე ყოფილა ის პერიოდი როდესაც ჩვენ განათლებას ვღებულობდით და აი მოусმინეთ აგერ რას ლაპარაკობენ
როგორ აცვიათ, როგორ იმაშვებიან, აი გაგიჟდებით. ეს იყოს სისტემური ძალადობა, იყოს სისტემური, მუხლებზე ბავშვების დაყენება იყოს სისტემური, ჯოხების გადაყრევა იყოს სისტემური. ძალიან დიდი ბოდიში ეხა საბჭოთა კავშირის დროინდელი განათლების რომანტიზებას აქ ვერ მოახდენთ. თქვენ შეგიძლიათ თქვენს გარემოცვაში რომანტიზებული კონტროლი ჩვენთან ვერ აზერზე ნორმალურად ისაუბრეთ, შეიძლება მე ასე არის გარგესაუბრე მეგობრებო. მე მახედავ შეურაცხყოფას თუ საბჭოთა კავშირის დადებით მხარეებზე ვისაუბრებ. შუაშია საბჭოთა კავშირი რატო გაგვიატებული განათლებაზეა საუბარი. აღრევა არის ჩემთვის, რომ საბჭოთა კავშირზე კი არ ვდარდობთ ხა ჩვენ დღევანდელობაზე ვისაუბროთ. ეს რა ხდება რა? ხო, არა, დღევანდელი პრობლემები გვაინტერესებს, მაგიტო შევიკრიბეთ, ხო? მაგარი დოკუმენტაცია არსებობს, რა იყო, რა არ იყო, წარსულზე რატო არ ვიცი, აი ჯერ როგორ აცვიათ, აი მე არ ვიცი ხა. ახლა ამა თუ გონიათ თვითონ რა იპოტენტ თაობასთან და ახალგაზრდებთან რო აქვს საქმე, გონიათ საქართველოს ესეთია. გოგო არის გახთილი, ბატონ დემურის ძალიან ისე ძიმე მდგომარეობაში იყო იქ რო იჯდა. ხო, არ ვიცი, ბოლოს როგორ დამთავრდა, მაგრამ თურმე ის იყო სიბდელე, მუხლებზე აყენებდე თურმე ახალგაზრდობას, ესე იგი, ამ საბჭოთა სკოლე, მე გავიარე საბჭოთა სკოლა, სიმართლე რო გითხრა, და არავის მუხლებზე არ დაუყენები ვარ და ნეტაის მასწავლებლები ყავდეს ჩემ შვილებს და ნეტა ისეთი სკოლა იყოს მაშინ რო იყო რომ ჩვენ მართლა გვეგონა რომ მასწავლებელი საერთოდ ტუალეტში არ გადიოდა და ისეთი დამოკიდებულება იყო თვითონ პედაგოგები როგორი სწავლა იყო როგორი განათლება იყო როგორი მორალურად სუფთა იყო საზოგადოება და ეხლა შედი სკოლაში გაგიჟდები ჭკუი და გადახვარ ეხლა კვირას ქონდა ჩვენ გადაცემა რუსეთში სტავროპოლის სახელმწიფო ფედერალურ უნივერსიტეტზე სხვათა შორის აი ამ გადაცემის მერე გავა განმეორებით ეს გადაცემა აი ნახეთ ალბათ თქვენ და დღესაც შეგიძლიათ ნახოთ როგორი სწავლა არის უნივერსიტეტში როგორი პატიოსანი თაობაა როგორი განათლებული და შეადარეთ ეხლა ჩვენ უნივერსიტეტში შედი და ნახეთ ერთი რა ხდება კატასტროფა და ესენი საბჭოთა ამის არისო რა ქვია სკოლა და საბჭოთა ის იყო თურმე მაგ აგიჟდე რატო დათანხმდა და რატო მივიდა აი ამ ესე იგი ამ სამარცხვინო ხალხთან. ეს ჭკუა დამჯდარი პროფესორი კაცი. და მე შემთხვევით არ მიკითხავს ბოლოს როგორ დამთავრდა, რით დამთავრდა ეს გადაცემა. ეგ არის საინტერესო ძალიან. ბატონი დემური გადავიდა ამ ჭკუაზე თუ ისინი გადმოვიდნენ ბატონი დემურის ჭკუაზე. მე ეჭვება რომ ისინი გადმოსულიყვნენ ბატონი დემურის ჭკუაზე. ხო და ასე რომ ბატონ ნიკოლოს მთელი უბედურება აი ამ მთელი ამ პროცესისა რასაც ჩვენ ახლა ნახულობთ არის ის რომ ამას სახელმწიფოში არ არსებობს კონტროლი. ესე იგი მექანიზმი არ არსებობს კონტროლისა, რომელიც აი ამ სიბინძურეს გააკონტროლებს და ეთერი არის დაბინძურებული. გადის ახლა ამას ბავშვები უყურებენ, კაცო. და ოჯახები, რა ვიცი, ახლა მე მგონი ოჯახში ტელევიზორი ხო შეიძლება რა ტელევიზორი ჩართვა. ამას ახლა როგორ შეიძლება? აი ძმები ცხადაძეები რო არიან ეს ტვინ გამოლაყებულები. აი როგორ შეიძლება იმ გადაცემას ახლა შვილებთან, დედასთან, მამასთან და დასთან და აი რა ვიცი რა. ესეთ სიტუაციაში უყურო. აი მე არ ვიცი, ჩემთვის ეს ძალიან ძნელად წარმოსადგენია. ამიტომ ამაზე უნდა არსებობდეს კონტროლის მექანიზმი. სახელმწიფო თუ ვართ, ყველაფერი უნდა კონტროლდებოდეს. დიახ, უნდა კონტროლდებოდეს, იმიტომ რომ სახელმწიფო არის ის მანქანა. აი ძალიან ისეთ გაბიო ენაზე რო განმარტო. ის მანქანა, რომელიც კონტროლის გარეშე არის წარმოუდგენელი. სახელმწიფო თვითთავად წარმოადგენს კონტროლის უზარმაზარ მექანიზმს, მახინას, სადაც ყველაფერი კონტროლდება. კანონით ან უკანონოდ. რა თქმა უნდა, იდეალურია ის საზოგადოება და ის სახელმწიფო, სადაც ეს ყველაფერი კანონის ძალით არის გამტკიცებული, მაგრამ სამართლიანი კანონით. თორე ეხლა მასე კანონები მესამე რაიხშიც იყო, ფაშისტურ გერმანიაშიც და იმ კანონის მიხედვით შეიძლება აბსოლუტურად პატიოსანი ადამიანი სახელმწიფოს მტრად გამოეცხადებინათ და დაეხრიტათ და საკონცენტრაციო ბანაკში გაეგზავნათ, მაგრამ სამართლიანი უნდა იყოს კანონმდებლობა. და აი
ქართული ანდაზა არის ესეთი მარჯვენი მომჭერიო, მაგრამ სამართლით მომჭერიო და აი სამართლიანი კანონმდებლობით უნდა მე ვფიქრობ ერთხელ. ისა რა ქვია, გაკონტროლდეს, მაგრამ კონტროლის მექანიზმი აშვებულია ყველა. ისინი ახალგაზრდები მაიციყვნენ კაცო და ბოდიშ და უფრეთ თავში და კაცი ესე იგი მე არ ვიცი ჯეზი თაობის წარმომადგენელი 19 წლის ბავშვი თუ არის შეიძლება 60 წლის ქალი ჯეზი გახდეს კაცო რა უბედურებაა. საყვარელია შევხვდა დასაწყისში მოლის და მეუბნები ტუალეტი სადარი ტუალეტი და ესე იგი წამომყვა და დარწმუნდა რომ მოვფსი ბოლო ამ ხალხს ჩააცვით საგიჟეში ვაიწარმოეთ და ეხლა მე ბოდიშ და ეხლა ვიღაცა ეტყვის კი არ ნერვიულობ არა საერთოდ ცნობადი ადამიანის და რაღაცა ეგრეთ წოდებული ვითომ პოპულარული შეიძლება სხვა რამითაც იყო ადამიანი ცუდითაც გადამდებია საქციელი გამოდიან ეს იაფარულავები და იმაში გამოჩენილ მეცნიერს ინჟინერს კი არ მოიწევენ ეთერში უნდა მოიწვიონ 9 ჯერ გათხოვილი ქალი 10 ჯერ ნაბოზავები 10 ჯერ ნასექსავები და აი ამათ პოზიციები უნდა მოვისმინოთ ჩვენ ყველა დღე და იმიტომაც არის ეს ახალგაზრდობა ჭუიდან რო გადავიდა ჩვენ ვთავაზობთ ისეთ ადამიანებს რომლებისგანაც კარგს ვერაფერს ვერ მოისმენენ რა დღე და ღამე ეს ამისგან მე ჭკვიანური არ მომისმენია და ყველა ეთერებში ეს არის ეს ნათქვამია ფერი ფერს და მადლი ღმერთო ია ფარულავა და მიხეილ სააკაშვილი იყვნენ მეგობრები რა ახლა სხვა სიტყვებით რო ვთქვა და ეხლა ხო წარმოგიდგენია თქვენ ძვირფასო მეგობრებო რა დონის პრეზიდენტი ყავდა საქართველოს რომ აი ამ დონის ქალთან რო კონდა ურთიერთობა რა აი ქალი რო ესე ეხლა გამოვა და სოციალურ ქსელებში ესე Facebook-ზე გაავრცელებს ესეთ რაღაცებს ხა რომელსაც ესე იგი ყოველნაირი მორალური ზღვარი შეიძლება იყოს აი საშინელება ძვირფასო მეგობრებო შეიძლება იყოს მეძავი ქალი მაგრამ ქალის გაძუკანებაზე საზისხარი სანახავი არაფერია. ეგ არის მაპატიეთ და გაძუკანებული უკვე რა. ეს არც მეძავი არ არის. აი ამაზე უფრო ზნეობრივად მაღალ კატეგორიას წარმოადგენენ ცირკთან რო ის უბედური ქალები დგანან. სამარცხვინო ხარ ია ფარულავა თავიდან ბოლომდე. აი ყველაფერს სამარცხვინო. ნუ ეხა როგორც მსახიობი 0 ხარ. ნუ ერთი სიყვარული ვენახი და რა სიყვარული ვენახში კაცო ის ვინც გადაიღო ის ბოლოს იყო კლიმაქტორული პერიოდი ქონდა და გარეკილი ქონდა იმას რა იმ გოგია იმას რა ქვია შენგელაიას ეს ერთი კაცი რო ძმას უჩივლებ ჩემზე მეტი ხელფასი რატო გაქვსო ეხლა და რამდენ ჩემზე მეტ ფულს რატო გაძლევ ბიძინა ივანიშვილი ახლა ის არ იყო კარგად ის არასოდეს კარგად არის არა ნორმალური არასოდეს კარგად არის სააკაშვილზე რახა ჩავოვარდა აი სააკაშვილი არის ამ ჯენზი თაობის ლიდერი გამოვიდა კიდევაც იმ პროცესზე თქვა ვაი მე ფერადი ვარო ისავარ ესავრო და ეს კაცი ჯენზი იყო მაშინაც როცა პრეზიდენტი იყო აი პრეზიდენტი რო ყავდა აი ასეთი პრეზიდენტი რო იყო იმიტომ წავიდა ჩვენი საქმე კარგი აი უყურეთ ეხლა მოусმინეთ აი ამას ხო ჯობია ეს ვიდრე კოსტუმი და გასტუმი მაგას მეიკაპი აუ ნახე აუ ესე კუდათ დარბაგრალას და რო შემოუტრი ან მე რო დამაგრო რო შემოუტრიალდა სხვათა შორის არ წახვიდეთ სანამ არ დაგიქნათ არ გამორთოთ კაცი რომელიც ხინკალს ჭამდა როგორ ესე იგი ვინც უნახია ემოხრიპავდა იმ ხურს იმას აგდებდა რა ქვია მთელი მას და ერთი ტორტი შეჭამა და ბელა დაიჭირეს მთლიანი ბელას ტორტი შეჭამა ეგონათ მერე ცუდად გახდა და ეს ეგონათ რომ ამ ქალმა მოწამლა და ბელა ყავდა დაჭერილი აი ამ უტვინო კაცის გამო რა ეს არის ცხოველი და ეს ცხოველი მართავდა და ამ ცხოველის მიმდევრები არიან დღეს რა ხინკალი და რა ტორტი ბატონ ნიკოლოზ აი იმ კადრებში ეგ არის ნარკოტიკული თრობის ქვეშ ეს არის ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ კაცი არის ნარკომანი ისევე როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი და ის ინგლისის პრემიერ-მინისტრი ის სულელი სტარმერი ეს არის ნარკომანი კაცო და ყველა დანაშაული ჩადენილი აქვს ნარკოტიკული თრობის ქვეშ. ყველა ის უბედურებები, ვიდეოები, რასაც ის აღებინებდა იმ გდანის ციხეში და ის წამების კადრები და ის გაუპატიურების, მამაკაცების გაუპატიურების კადრები და ასე შემდეგ, აი ეს ამას ყველაფერს ნარკოტიკული თრობის ქვეშ ღებულობდა და ის თავისი ხარჭები ყავდა იქა და მერე ღებულობდა სიამოვნებას ამით. ეს არის ავადმყოფი კაცო. მე არ ვიცი ახლა რაღაცნაირად არ მინდა რომ ისე გამოჩნდეს მაგრამ თუ კი ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთ შტატში არის სიკვდილით დასჯა
ნუ ახლა თამარ მეფემ კი ბატონო 800 წლის წინათ საქართველოში აკრძალა სიკვდილით დასჯამა. მე მაგალითად დღევანდელ სიტუაციას რო უყურებ, მორატორიუმს გამოვაცხადებდი ჯერჯერობით ყოველ შემთხვევისათვის სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით. გამოდის ეს გიჟი და უნგრევს ამ ბოკუჩავას ოჯახს, კაცო, ძლივს შერიგდა ეს სოლქმარი ერთმანეთთან რაღაცა იდილია დაამყარეს, გამოხდა აგერ და ნახე, რატო გააკეთა განცხადება იმ კოტე იოსელიანმა და ნახეთ, აი რითაც დავიწყეთ საუბარი. მინდა მივესალმო საამაყო უმაგრეს თინათი ბოკუჩავს. ერთიანი ნაციონალ მოძრაობის თავმჯდომარეს უმაგრეს პოლიტიკურ ლიდერს. ის რაც მოუწყეს მის მეუღლეს და მის ოჯახს გუშინ. ეს აღარ არის რუსეთი. ჩვენ ვიდათ რომ არ გვინდა რუსეთი საქართველოს. რუსეთი აღარ არის. ეს არის კადილოვის ჩეჩნეთი. ეხლა შეხედეთ ამ კაცს, დააბრუნეთ ისა. არა, ეს კაცი უნდა ღმერთო მოპატი არავის სიკვდილი არ ვიდა, მაგრამ გახსოვთ ეს კუჭის ოპერაცია რო გაიკეთა, არ ჭამდა საჭმელს და ჩამოხმა. ვაიმე კვდება, ვაიმე 30 და შეხედეთ ამ ღორს, ამას შეხედეთ. გასიებულია. ნახეთ, კაში ვერ ეტევა. ამაზე იძახდით, ხო კვდებაო და ეს დეკადოსიზე თუ ვიღაცები რო წერდნენ, იქ ჯიშკარიანი რო წერდა, ექსპერტი რო 50 დავადება აქვსო, დღე-დღეზე მოკვდებაო. ეხლა ამას უგავს რა მე 50 დავადება აქვს. ეს ავადმყოფი ესა. კაცი გამოდის და არასვენებს იმებს. ეხლა დაშანტაჟებული ყავს ის ბოკუჩავა ამასაც რა. დაშანტაჟებული ყავს ცხადია, იმიტომ რომ ეს ბოკუჩავას და საჯაიას გამო კონსტიტუცია შეცვალა კაცმა და ეგენი კაცო გადაღებულები არიან ერთად, რა ვიცი, თელი ვარხალალი ქონდათ მაგათ ერთმანეთში და დაშანტაჟებული როგორ არ ეყოლება. უბრალოდ საინტერესო არის ამ კაცის, რა ვიცი, ახლა ეს კოტე იოსელიანის რეაქცია ამ ყველაფრის შემდეგ. ნუ გამოვიდეს და თქვას, რომ მართლა გაიწაცეს ეს კაცი და მართლა აი ეს რაღაცა თვალები აუკრეს და რაღაცა და აი ამის შედეგად თქვა ის, რაც თქვა თუ ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა ძირფასოვნება. იცი რა არის? ნიკოლოზ ბატონო, მე იცით რას ვფიქრობ? ეხლა აი ამ ბოკუჩავას განცხადებაზე უნდა დაიწყოს გამოძიება. და საერთოდ მე მიმაჩნია, რომ აი ცილის წამების მუხლი როგორც ასეთი უნდა აღდგეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს უნდა გააირკვეს ეხლა ჩვენ გვახსოვს, ხო, ძალიან კარგად ეს საღორიის დღის ნადირი რო არის, ვისიც არის თქმის სახელი, ეგრეთ წოდებული ელისო კილაძე. გამოდიოდა და 1000-ნაირ სისულელით, მე თემურ ალასანიას რო ჩაუხდა კალთაში და ტუჩებში კოცნიდნენ ერთმანეთს. ხო და ფულები რომ ისცა ის მეშოკით. ხო და გააცილებინეს ამას ისა ელოს. ხო და ეს ხო გახსოვთ არა ისეთ რაღაცებს ამბობდა. არა მე ამათ ურჩევ ეხლა აგერ რაღაცა დიდი ის დაიწყო აქციები რანჩოვარიაში. ხო და ეს აგერ ახალგაზრდა გოგოები გამოდიან მოუსვით აგერ წადი ჩვილო და იქ დატკბით იქ ისიამოვნეთ რა უბედურება. ესე იგი ერთმანეთის ოჯახების დანგრევას აგერ შვედივრად უყურებ რახეთ რაგერ შვედიერი. აი მეოთხე ჩამოვედი და რანჩოვარია სამშაბათ ოჯახთან ერთად. აქ გაგუხება საუკეთესო გარემო თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის. არა, წაბძანდით აგერ რანჩოვარიანში დაისვენეთ ლამაზი სასიამოვნო ქალბატონის გოგოები, ნუ დაანგრევთ თვის ოჯახებს, ნუ ერევი თვის საქმეებს. ქალბატონო ამ ბოკუჩავას საქმეებში ჩარევას. არა, არ ვიცი, ან თვითონაც დაისვენონ. უფრო უკეთესი მე ქალბატონ თინა ბოკუჩავას მოუწოდებ, რომ დასაქმდეს რანჩოვარიანში ხინკლის მიმტანად ჩვენ უშავმდგომლებთ და ნუ ეხლა მანდაც ისი ძალიან დიდი კონკურენცია იმას მეხინკლის ადგილას და თუ გაივლის რა თქმა უნდა პროცედურა კასტინგებს მე ვიქნები მაგისი ხელმძღვანელი კასტინგის ჩატარების და გაუწევ იმას რა ქვია კაც კონტროლს მაგში არა სამარცხვინო არის თქვენი მოწყობილი კასტინგი მე არ მაწყობს რა აბა თქვენ გინდათ რომ ჩაუდგეთ ჩატარებას კასტინგებს მე ჩავივალებ არა სასაცილო კი არ არის სატირლათა გვაქვს ხალხო საქმე აი ამას რო უყურებ კაცი და მე ეხლა ამას თუ იუმორით არ შეხედავ აი ამ სააკაშვილმა იმდენი ქნა რო ჭუიდან ხო თავისი მომხრეები გადაიყვანა და ხალხი გააცხოველა აი გამოდის ეხლა ესე იგი ადამიანი რომელიც შვილიც არის დაპატიმრებული და ნახე ერთი რა ტექსტით გამოდის აი კუტარი დახტოს ყველას შვილების სახლში რომ მივლიან და კუბოები 41 კუბო ეზიდოს ვინც დღეს ბიძინა ივანიშვილს მხარს უჭერს
ხედავთ ხა რა სიძახის 41 კუბო დახვდეთო იმასო ვინცო ივანიშვილის რაღაცა გვერდით გას თუ რაღაცა აი ისაო წევლა მაწევარსო ნათქვამია და შენ არ შემოგიტრიალდეს ეგ ყველაფერი ქალბატონო რა სააკაშვილი ხალხს იჭერდა მაგრამ არავინ არ გამოსულა და არ უთქვია რომ აი ესე წევლით არავინ არ გამოსულა თუ არის შენი შვილი დაჭერილი არის დაჭერილი სამართლიანად იმიტომ რომ ბოლოტოვის კოქტეილებს ვინც ესროდა პარლამენტს და ვინც ამხობდა ქვეყანას ის არ არის ღირსი რომ თავისუფლებაზე იყოს და ბევრი კიდე უნდა მიუჯდნენ იქ კიდე აი გაგიგიათ ქართველი ხალი რომ ესე გამოვა ესეთი რამე კაცო ნუ გაბოროტებულები არიან ეხლა და ამ ბოროტების გამო დაკარგული აქვთ სახე ჭკუაგონება და აქედან გამომდინარე გასაგებია რასაც აკეთებენ და ესენი მარტო იმიტომ ესენი როდის არ იწყებლებოდნენ ბატონ ნიკოლოს ესენი როდის არ იწყებლებოდნენ კაცო ესენი იწყებლებოდნენ ყოველთვის ნებისმიერ დროს და ნებისმიერ სიტუაციაში აბა კარგად გავიხსენოთ ჩვენ 2008 წელს რა შვებოდნენ ესე რა ამბავში იყვნენ თელ საქართველოს წევლიდნენ და თელ საქართველოს ესე იგი ანათემას უგზავნიდნენ როგორმე ესე იგი ის გადაეგორებინათ ის საშინელი სიტუაცია მაშინ რაც ქვეყანას სჭირდა რა უბედურებაშიც მაშინ ქვეყანა იყო და ჩვენ გვახსოვს ეს ყველას კარგად გვახსოვს ის სიტუაცია რა ვითარებაც იყო მაშინ ქვეყანაში ეხლა მე მინდა ერთი თქვენის ნებართვით ერთი საინტერესო პრობლემა წამოვწიო წინა პლანზე მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას რომ აი ეს უცხო ტომელთა მიგრაციის პროცესი საქართველოში რაღაცნაირად შეჩერდეს ან რაღაცნაირად გაკონტროლდეს თორე უკვე უმძიმესი სიტუაციაა ქალაქში თბილისში უკვე ქართული ლაპარაკი აღარ ისმის პირდაპირ გეუბნებით აი ავტობუსების გაჩერებებზე აი სამარშრუტო ტაქსების გაჩერებებზე ცენტრალურ ქუჩებზე ქართული ენა უკვე არის გვერდზე გაჩოჩებული და ისმის ინდუსების არაბების სპარსელების ხმაური ქართული ენა განდევნილია სამეთყველო საკომუნიკაციო სივრციდან ესე იგი უმაღლეს სასწავლებლებში და აკადემიურ წრეებში უკვე რაღაცა ეს საყვალპურო ინგლისური გახდა რაღაცნაირად აი ეს ტრენდული რომ აუცილებლად აი დამლაგებელმაც უნდა იცოდეს ეს ინგლისური ქუჩაშია და ისმის არაბული სპარსული და ჰინდის ენაზე საუბარი და სადაც გინდა წახვიდეთ ქართული ენა უკვე არის შევიწროებული ისევე როგორც მე-19 საუკუნეში როდესაც ეს ქართველი ვაჟბატონები და ქალბატონები თავადაზნაურობა მყავს ხედველობაში აღარც კადრულობდნენ ქართული ენაზე ლაპარაკს და ქართული ენა ქცეული იყო გლეხების და ეს დაბალი სოციალური ენების ფენების საურთიერთობო ენა არა და მართლაც ღმერთების ენის პატრონები ვართ ქართველები და უმძიმესი ვითარება მე პირდაპირ ვაცხადებ რომ სამარშრუტო ტაქსებში და ასევე ავტობუსებში პირდაპირ სუნი დგას მაპატიეთ ამ გამოთქმაზე არ მინდოდა ამის თქვა მაგრამ პირდაპირ სუნი დგას ესე იგი მოდის უცხო კულტურის უცხო ენაზე აბსოლუტურად უცხო მენტალიტეტის ხალხი მთელი ქალაქი არის წალეკილი მე ვიცი რომ დარწმუნებული ვარ რომ ეხა ცუდი მოსასმენი ეს ყველაფერი მაგრამ მე იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ ძალიან ბევრის გულისწყვილს ვახმოვანებ და ფაქტობრივად ჩვენ ვართ ალყაში. შეხედეთ რა მდგომარეობაა ფერადკანიანმა ხალხმა წალეკა თბილისი. შემთხვევითი არ არის რომ სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა რამდენიმე წამიანი ვიდეოები, მოდელირებული ვიდეო ქრონიკები, სადაც 2050 წლის თბილისის რო იტყვიან მომავალი არის დახატული და ესე იგი რიქშებით, ინდუსებით, ისლამური დროშებით გადაჭედილი, გადაპენტილი თბილისი, ვირთხებით გადაპენტილი და გადაჭედილი თბილისი, სადაც ქართველები არ დადიან და ქართულად საუბარი არ ისმის. თუ ამას ჩვენ ყურადღება არ მივაქციეთ, თუ ეს პრობლემა რაღაცნაირად არ დარეგულირდა,
არავითარი მომავალი საქართველოს არ ექნება. ლაპარაკი ზედმეტია რა აფხაზეთის დაბრუნება, რა ცხინვალის რეგიონის დაბრუნება, ძვირფასო მეგობრებო, ვის რაში სჭირდება ესეთი ეკონომიკური ფურორი და ესეთი ეკონომიკური წინსვლა თუ ქართველები აღარ დარჩნენ საქართველოში. ეს პრობლემა არის მოსაგვარებელი ბატონო. მე მიკვირს და ამას უნდა მიხედვა რა. გეთანხმები და მე მიკვირს ზოგიერთი გამოდის და აი რა ამას რო გარკვეულ აი გამართლებას უძებნის რომ აიო ესენიო სასწავლებლად არიან ჩამოსული. ჯერ ეგერთიც ეხლა ამერიკამ გამოაქვეყნა სია რომელი ქვეყნებიდანაც არ უნდა შევიდეს ადამიანი. ჯერ მე ძალიან ვეჭოფ რომ ეს პაკისტანელები აქ სასწავლებლად არიან ჩამოსული და მე კიდე იცით რა არის სასწავლებლადაც რომ იყვნენ. არის ქვეყნები რომელთა მიღება სასწავლებლადაც შეიძლება არ იყოს ჩვენი ქვეყნისათვის უსაფრთხო. ეხლა იცით რა არის ერთი პატარა ქვეყანა და დათქვამია ზღვა კოვზით დაილიაო, წვეწვეთობით დაილიაო. და იცი რა არის ეს საქართველოს შაგრენის ტყავით პატარავდება და იზრდება ამათ ხარჯზე, ამ მიგრანტების ხარჯზე. კაცო, ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვართ, კი ბატონო, მაგრამ ახლა იტალიელი ფრაგი რო ჩამოვიდეს ტურისტად, კი ბატონო, არ არის პრობლემა, მაგრამ არ აყროლდა ყველაფერი, უკვე აყროლდა რა. სადაც გაიხე და კაცი რო იმას იტყვის, არ არის პრობლემაო, შევარცხინებ იმის კაცობა მართლა რა. იმას რო აუ ეს არაფერია კაცო და ის არის და რა ეკონომიკა უნდა გაჯასახდეს ამათი, იმას რა ქვია ბოდიში და იმაში ნაგავში ქექებიან მე მგონი რა. აი შეხედეთ ეგრე აი რაც დააბგავს ეს ქალა. ਨੀਵੀਆਂ ਤੂੰ ਕੁਝ ਚਿਰ ਪਾ ਕੇ ਰੱਖ ਲੈ ਪੱਲੇ ਵਿੱਚ ਮੁਖੜਾ ਲੁਕਾ ਕੇ ਰੱਖ ਲੈ ਨੀਵੀਆਂ ਤੂੰ ਕੁਝ ਚਿਰ ਪਾ ਕੇ ਰੱਖ ਲੈ ਪੱਲੇ ਵਿੱਚ ਮੁਖੜਾ ਲੁਕਾ ਕੇ ਰੱਖ ਲੈ ਐਵੇਂ ਕਰੀ ਨਾ ਕਿਸੇ ਦੇ ਨਾਲ ਪਿਆਰ ხო აი სიმღერები იქნება ზუსტად რა. და ჩვენ კარგად ვიცით როგორ იმას რა ქვია რავდებიან ეს ხალხი. მალე ჩვენ გაყრიან აქიდან. ეხლა ბატონი დიტო იძახდა იმ დღეს რომ დღეს მეუბნებოდა რომ ავტობუსში ავედიო და ჩამომაგდეს ავტობუსიდანო, იმიტომ რომ ქართველი ანუ აღარ იყო ადგილი და ჩამომაგდესო. და ესე ავტობუსიდან კი არ ჩამოგვაგდებენ, ქვეყნიდან ჩამოგვაგდებენ. ვერც ავტობუსში ვეღარ ახვალთ და მალე ვერც ქვეყანაში ვეღარ დავრჩები ჩვენ. არა, ჩამომაგდეს კი არა, სამარშრუტო ტაქსში ვერავედი, იმიტომ რომ გადატენილი იყო ამ ინდუსებით სამარშრუტო ტაქსი. და იზოლებული გავხდი ჩამოსულიყავი ძირს, იმიტომ რომ იქ ქართველის ადგილი არ იყო და ერთი რაღაცის თქმა კი მოვასწარი, რომ აქ მალე მეთქი ამ ქალაქში და ამ საქართველოში ქართველების ადგილი აღარ იქნება თქო და თუ თქვენ გონიათ ძვირფასო მეგობრებო, ეს არის ჰიპერბოლიზებული და გადაჭარბებული, ძალიან ცდებით. 5 წელიწადში შეიძლება უფრო მალეც თუ ასე გაგძელდა, ეგ პრობლემა ჩვენ საქართველოში დაგვიდგება. უკვე პრობლემა დგას. მე პირდაპირ გეუბნებით, ეხლა მე არ მინდოდა, მაგრამ რადგან ბატონი ნიკოლოზიც წამომეშველა, პირდაპირ გეუბნებით. ძალიან დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მაგრამ ყარს ავტობუსები, ყარს სამარშრუტო ტაქსები. არა ვარ რასისტი, არა ვარ ფაშისტი, მაგრამ ამ ხალხს მე არ ვიცი რა სჭამენ, კაცო, ღმერთმა შეარგოს თავის სამშობლოში ყველას ყველაფერი, მაგრამ მათ აქვთ ეთყობა რაღაცა განსაკუთრებული სანელებლებით, ესე იგი შეკაზმული ის მენიუ, რომელიც არ ვიცი ხასიათდება ამ სპეციფიური სუნით და ჩვენ ქართველები ცოტა რაღაცნაირად ვართ ისეთი ხალხი, რომლებსაც გვაქვს ჩვენი სოციუმი, ჩვენი აი ყველაფერი ჩვენი გვაქვს, უცხოა ეს ყველაფერი ჩვენთვის ხალხო. მე კიდე მომისმინეთ აქ შეიძლება 1000 დეზინფექცია, 1000 დაავადებები გაჩნდეს. შეიძლება ეხლა ესენი რომ დაიწყებენ მომსახურებას იმ სტომატოლოგიური კლინიკები დაიწყებენ იმითი აგერ ეხლა აი ლოს-ანჯელესში რა ხდება მე ნუ ეგონება ვიღაცას რომ ესენი საქართველოს წინააღმდეგ კარგა ილაშქრებენ აგერ ლოს-ანჯელესში რა ხდება აგერ აი ამერიკაში პოლიციელებს ებძვიან უკვე ესე იგი ამერიკა მააშენა უდიდესი კედელი მექსიკასთან რომ ხალხი არ შემოვიდეს და ჩვენ გავხსენით ეს კედლები რა მე კიდე მე ხელისუფლებას მინდა მივმართო ეს არის პირველ რიგში თქვენს წინააღმდეგ იმიტომ რომ ხალხში წამოვიდეს აგრესია თქვენს წინააღმდეგ იმიტომ რომ ეხლა ვერაფერი ვერ გიქნეს ვერ ჩამოგაგდეს იქიდან აქციებიდან ვერ ჩამოგაგდეს იქიდან და ეს არის მოსაყრული გეგმა მონაწილეობდა იმ აქციებში
რა თქმა უნდა, ვიღაცას გონია მარტო ამერიკა მოქმედებს ხშირად ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. ბრიტანეთი დღეს აკეთებს სწორედ აი ამ ყველაფერს. დიდი ბრიტანეთი არის ამ ყველაფრის უკან და ევროპელები იყვნენ ყოველთვის ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. სწორედ ბრიტანელებმა დაგვაკარგინეს ჩვენ ლორე. ბრიტანელებმა დაგვაკარგინეს ჩვენ ის რომ სტალინმა ვერ მოახდინა შემდგომში იქ საქართველოსთვის შემოერთებინა ტაო-კლარჯეთი. და ბრიტანელების პროექტია ის რომ საქართველოში შემოვიდნენ ეს მიგრანტები და ხელისუფლებას მინდა დაფიქრებისკენ მოუწოდო. აი ღმერთმა არქნას ვინმე აი ამ ნაძირლებმა ვიღაცის ქალიშვილს გოგონას რომ რაღაცა შეურაცხყოფა რაღაცა მსგავსი გაუკეთოს აქ შეიძლება აფეთქება მოხდეს აფეთქება მოხდეს იმიტომ რომ ამათ ბოდიში და არც ქალი უნაყიათ არც ცხოვრება უნაყიათ ესენი არიან ტყიდან გამოვარდნილები რა ბრიტანელები შეხედეთ ერთი რა დღეში არიან რა ეს არის პაპუასები კაცო მე არ ვიძახი იმაზე ვინც ახლა არის ზოგიერთი ინდოელები ჩამოდიან სწავლობენ ყველას ერთ ტაფაში არ მოვწავ მაგრამ ამდენი პაკისტანელი რა უბედურება კაცო და მე გეუნებით აი ხელისუფლება ეს პირველ რიგში რაც გაკეთდა ეს არის თქვენს წინააღმდეგ და მე არის მტრული კულტურის წარმომადგენლობა მე გეუბნებით ესენი არიან აგრესიულად არიან გაწყობილი ქრისტიანული კულტურის მიმართ აგრესიულად არიან განწყობილი ხო და ამას უნდა კონტროლი ესე იგი როგორც მითხრეს 25000 პაკისტანელი არის დღეს საქართველოში და თბილისში ძირითადად კონცენტრირებული ერთმა ვიღაცა უჩინ-მაჩინის ნებით აიქნიოს ჯოხი და ეს 250,000 კაცი გამოვიდეს ქუჩაში. საქართველოს სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას მეტი კი არ უნდა. ეს ხალხი ქუჩაში გამოსული ჩვენ ვნახეთ ოპოზიციის ალაჰუ აკბარო რო იძახდნენ. ესენი იყვნენ ზუსტად. ამას უნდა კონტროლი ძვირფასო მეგობრებო ეს არის ჩვენ ძალიან დიდ ბომბზე ზის ეს ქვეყანა. ესე არ არის და თქვენ ბრიტანეთი რო ახსენეთ მე შეიძლება ბევრმა არ იცის როგორც ისტორიკოსი მოგახსენებთ 1793 წლის 24 ივლისის გეორგიევსკის ტრაქტატამდე 1792 წელს ბრიტანეთმა სცადა საქართველოში ერეკლე მეფესთან ხელშეკრულების გაფორმება მაგრამ არ ქონდათ იმისი ტვინი როგორ უნდა გაეკეთებინათ ეგ ამბავი და ამან დააჩქარა მე ის უბედურება რაც მოხდა საქართველოში და სხვათა შორის აბსოლუტურად გეთანხმებით როდესაც მოხდა ის რომ გერმანელები ჩაანაცვლეს ბრიტანელებმა საქართველოში მაშინ ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემები შეგვექმნა და ბრიტანელებმა ერთმნიშვნელოვნად ესე იგი დაიჭირეს ანტიქართული პოზიცია მიემხრნენ სომხებს ეგ ხო ცნობილი ფაქტია რა აღარაფერს ვამბობ იმის შესახებ რომ კახეთის გაუბედურებაში და განადგურებაში სწორედ დიდი ბრიტანეთის იმპერიას მიუძღვის ლომისწილი როგორ და შახ-აბასის არმია ვინ შეაიარაღა ძმებმა შერლებმა რომლებიც ბრიტანეთიდან ჩავიდნენ სწორედ ირანში და ევროპული ბრიტანული ზარბაზნებით და ბრიტანული თოფებით შეიარაღეს შახ-აბასის არმია რომელიც მერე დაიზრა და აგერ მოგვადგა ჩვენ მარტყოფში და მარავდაში და ეს უამრავი ქართველი დამიწდა და მანამდე კიდე იყო 1614-17 წლების ის კახეთის 4 გზის დალაშქრა და გაუბედურება შახის არმია შახ-აბასის არმია შეიარაღებული იყო ბრიტანული სამხედრო ტექნიკით ძმებმა შერლებმა რომლებიც ჩავიდნენ ინდოეთის კომპანიის წარმომადგენლები იყვნენ ესენი უნდათ შეიარაღებინათ სპარსეთი რათა გაძლიერებული ოსმალეთის იმპერიისთვის ინდოეთისკენ ესე იგი იმავალი გზები გადაეჭრათ აი შეხედეთ როგორია კოლონიალიზმის პოლიტიკა როგორი იყო კოლონიალური ბრიტანეთი და მათ გააძლიერეს სპარსეთი და ის სპარსეთი მერე წამოვიდა და ბრიტანული ზარბაზნები დაგვიშინა ჩვენ ეგ არის ფაქტი თუ გნებავთ და ნუ ახლა თუ არა და ახლა მე რა არის აქ საქართველოში ამდენი მოღალატე როგორ არსებობს ექსპერტი იქნება ჟურნალისტი იქნება თუ ყველაფერი შეიძლება გააპრავოთ კაცო შეიძლება ყველაფერს მოუძებნოთ ახსნა რომ თურმე ეს კარგი ყოფილა აი რაში ყოფილა კარგი მაინტერესებს რა რაში ყოფილა ეს არის კარგი რომ საქართველოში თბილისში უკვე ქართველის ვეღარ ხედავ ეს ყოფილა კარგი და ვისგან რა ცივილიზებული ერის წარმომადგენლები რაღაცა განვითარებადი ქვეყნის წარმომადგენლები რო იყვნენ კიდე ხო აი ხა ეს მე ჩვენ ხშირად ვლაპარაკობთ ამ პირველ არხზე რომ ეს პირველი არხი არის საერთოდ საშინელება მაგრამ მე ხშირად ვახსენებ და არა ყურადღებას არ აქცევს ამ აჭარის არხს ამასაც სახელმწიფო აუაფინანსებს კაცო ვინმე მიხედეთ პატრონი არა ყავთ ხალხო ვერ გავიგე რამათ როგორ აძლევთ ფულს გამოდის აგერ ჟურნალისტი აჭარის სახელმწიფო არხზე და ნახეთ ერთი რა განცხადებას აკეთებს შეხედეთ ერთი
ხვალ ყურბან ბაირამია, მუსულმანების რელიგიური დღესასწაული და ხვალ, როცა მთავრობა სამსახურში წავა, თითქოს მოქალაქე მუსლიმების სამსახურში და მისალოცად მეჩეთებში მივა, მუსლიმური სამსახურებრივ შატალოზე იქნება, რადგან ყველაზე დიდი რელიგიური დღესასწაული საქართველოში მცხოვრები მუსლიმებისთვის უქმე ჯერ ისევ არ არის. და როცა სეკულარულ სახელმწიფოში უქმეებიც არათანასწორია, ეს აღარ არის უბრალო ბიუროკრატიის საკითხი, არამედ ფაქტობრივი მოცემულობა, რომ მრავალფეროვანი და ეგრეთ წოდებული უმცირესობები საქართველო ჯერ ისევ ჩარჩოებშია და ხმაწართმეული. თუმცა ამავე დროს ყველაზე ხმამაღალი, რომ სახელმწიფო თავის მოქალაქეებს არ ემჩნევს. ბაირამ მუბარეკ olsun ჩემო მუსლიმო მაყურებლებო. მომდენო ხუთშაბათამდე გემშვიდობებით. აი მე მინდა მივმართო ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს. TV ბორდელებად გასაგებია ტელევიზიები, იქცა ტელებორდელებად, მაგრამ ისეც ნუიზამთ, რომ ქვეყნის მოღალატეებად ავსოთ ესა ტელევიზია. აი ამ ქალბატონს მინდა მივმართო, აი ამ რენეგატს. მე გეკითხები შენ, მოიცა თურქეთში არის შობის და ადგომის დღესასწაული, ესა დასვენების დღეები? აზერბაიჯანში არის რომელიმე ქრისტიანული დღესასწაული, დასვენების დღე. ვინ ახარ რა დედამგშობა ასეთი მოღალატე, სად გაიზარდე, რა შხამიანი ძუძუ წოვე ასეთი. როდესაც შენ ქრისტიანულ ტაძრებს ბოსლებად იყენებენ შენ მეზობლად, როდესაც ქრისტიანული რჯული დაათმობინებს, როდესაც ხალხს ატყავებდნენ და დღესაც მეჩეთებად არის ქცეული ჩვენ მეზობელ ქვეყნებში, რანაირად გამოდიხარ შე არა ადამიანო და ლაპარაკობ რო თურმე, ესე იგი მე პირადად არანაირი პრეტენზია არ მაქვს, ბევრი მეგობარი ყავს, მაგრამ რანაირად აცხადებ იმას, რომ საქართველოში უნდა იყოს ესე იგი მუსლიმური დღესასწაულები დასვენების დღედ. შენ ნორმალური თუ ხარ საერთოდ ჩვილო? რატო აჩერებთ აი ამ რენეგატს ტელევიზიაში? მე მაინტერესებს ვინმე გაბედავს ეგეთ რაღაცას თურქეთში რო თქვას? ვინმე გაბედავს? თავს მოაჭრიან იმ წუთასვე. მე მივმართავ ვინ არის ეს ნაძირალა ამ ტელეკომპანია აჭარის ხელმძღვანელი? ვინ არის ის არაკაცი ვინც ხელმძღვანელობს ამას? აი ესეთი ჟურნალისტები, პატიოსანი ჟურნალისტები, ქალი გამოდის და ლაპარაკობს, რომ რატო არ არის ჩვენთან დღესასწაულიო მუსლიმური ისაო. ეს ნაძირალა ესა რა. გული აქვს აღებული, მაგრამ ესეთი ეხლა ვერ გავიგე, ყველა ნაძირალა რატო შეყარეთ ამ სახელმწიფო არხებზე, მაინტერესებს რა. და მე გამოვა ვიღაცა არაკაცი ექსპერტი და დაწერს, რომ იცით რა არის, ვინმე იძახის კაცო, ჩვენი ძმები არიან პატივს აქვს რაღაცა, მაგრამ არის რაღაცა ჩარჩოები, კაცო, არის ჩარჩოები. ესე იგი ეს ეხლა აკეთებს პროვოცირებას, ეთნიკური შუღლის გაღვივებას, ეს არ არაობა. აი ხა ამას როგორ აჩერებთ ტელევიზიაში, როგორ აჩერებთ თქვენ? მე პატრონი ყავს საერთოდ ამ აჭარას საერთოდ. და მინდა მივმართო ხელისუფლებას, ჩვენ რო ბლოკავდა სილქნეზე რო არ გვიშვებთ და ბოდიში და გადასახლებული მგონია, ჩემი თავი მოცილებული ვარ ყველაფერს საერთოდ რა. და მაინც ყველაზე მაღალი რეიტინგი მაქვს იმ აჭარის არხზე და იმ პირველ არხზე. ერთი ვახო ხუზმიაშვილი გამოდის ნორმალური გადაცემას აკეთებს, დანარჩენი არის საშინელება აქ რა. ის ვახოც კიდე რა ვიცი დღე-დაღამე ნაცები უზის კიდე რა, სხვა არავინ არ არის იქ. ვერ გავიგე რა უბედურებაა ესა რა არის? ეს შეიძლება არხზე გამოიყვანო ესეთი არარაობა? შეიძლება გამოიყვანო ადამიანი და მოათხოვინო რომ ესე იგი რა ქვია მუსლიმური დღესასწაულები იყოს. ფული აქვს აღებული სპეცსამსახურებისგან, უცხოეთის სპეცსამსახურებისგან, ეხლა ვერ დავასახელ დოკუმენტი არ მაქვს ხელში, მაგრამ ეხლა თუ ელტონ ჭყონიას განღებულობს ეს ორი ხელიდან წასული ნანუკა ქაჯი და ესა რა ქვია ეს მარიამ გაფრინდი თუ მოფრინდი ეგ არის მარიან გაფრინდაშვილი კი არა ეგ არის მარიან მოფრინდაშვილი რა ეს უტვინო ეგა რა უტვინო გეუბნები დალაღებულები არიან და ამათ ეხლა არაფრის ინდის ნამუსი არ აქვს ხო და თუ ეს აძლევს ისა ელტონ ჭყონია აძლევს 30000 ლარს ამას თქვენ რატო გამორიცხავთ რომ ეხლა აი ამ ქალბატონსაც მაგალითად რომელიმე უცხო ქვეყნის ჩვენი მეზობელი უცხო ქვეყნის სპეცსამსახური უხდიდეს ფულს და ეუბნებოდეს რომ აი შენ ამას ასე იტყვი და შენ კიკუ თუმანი სიმბოლურად ვამბობ რა თქვენ რატო გამორიცხავთ ამას
მაგრამ მე იტყვია ბერია ხალხს ხრიტავდა. აი სიამოვნებით ეხლა მე აი ეს ადამიანი, ეს ჟურნალისტი, აი ძველი რო იყოს დასახურეტია. მე ვამბობ და ეს ჟურნალისტია საერთოდ. ვინ არის ეს მოღალატეები? არის სავსე ყველა ტელევიზია რა. კიდევ ერთხელ ვაცხადებ მე რომ აი შეიძლება ესეთი ვიღაცა იყოს საქართველოში მე არ ეს ქართველია საერთოდ. ამას აქვს ქართული სახელი და გვარი. მე შემთხვევით წეღან არ მithქვამს ეგა და ვიმეორებ. საქართველოში სიკვდილის დასჯაზე უნდა გამოცხადდეს მორატორიუმი. უნდა დახრიტო რა. აი ეს პირველია, ესეთი ნაძირალა უნდა დახრიტო. მორატორიუმია გამოსაცხადებელი სიკვდილის დასჯაზე და გიორგი ბარამიძე, მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა, ბაჩუ ახალაია, დათა ახალაია, მიხეილ სააკაშვილი ამით უნდა დამეწყო. აი ეს ხალხი, ეს კატეგორია, ეს ადამიანები. გიორგი თარგამაძე, ჰალსუხიანი ხვლიკი, ნაძირალა. ასევე აი ეს ისინი რო არიან ძმები კიდე ეს ლევან ქარდავა, აი ეს გია დგებუაძე, მეცახელად მასტერა. აი ესენი ეს ხალხი, აი ამ კატეგორიის ხალხის გია ლორდკიფანიძე, გაქცეულები რო არიან, ზურაბ ადეიშვილი. აი ეს ამათ აქვს ჩადენილი იმ კატეგორიის კეზერაშვილი, ამათ აქვს ჩადენილი იმ კატეგორიის დანაშაულობანი, რომელიც ექვემდებარება სასჯელის უმაღლეს ზომას. ამერიკაში რომ მოქმედებს, საქართველოში რომ მოქმედებს, ის არა. საქართველოში მოქმედებს სამუდამო, არა, სამუდამო არა. ამერიკაში მოქმედებს ელექტროსკამი. ელექტროსკამს ექვემდებარება ამათი დანაშაულობები. ამიტომ ეს საკითხი არის კარგად შესასწავლი. კარგად არის შესასწავლი, კარგად არის გასააზრებელი ეს საკითხი. აი ხლა ბედნი აი ამ ჟურნალისტ აი მოღალატე ადამიანს მინდა მივმართო. ალბათ ეხა მაყოფილი ხარ აი ამას თბილისის ქუჩებში რო უყურებ ალბათ აგერ აი. كنت ميتا في بحور الغي والإثم غريقا كنت عابدا في قيود الذنب مملوكا رقيقا مدني الشيطان من أسبابه حبلا وثيقا منكرات كنت آتيها ورودا وشروقا كنت ميتا في بحور მე გამოვა ზოგიერთი ნაძირალა ექსპერტი და იტყვის არაო კაცო დავით აღმაშენებელი მეჩეთში დადიოდა. ეს არის ყველაზე არასწორი და ცდარი ინფო. დავით აღმაშენებელი პატივსებდა მუსლიმებს, მაგრამ ქრისტიანი მეფე არასდროს არ დადიოდა და მით უმეტეს დავით აღმაშენებელი მეჩეთებში. და ეს არაერთხელ ამ ისტორიულ წყაროებზე დაყნობით დაწერილა და ეხლა მე აქ ისტორიის გაკვეთილს ვერ ჩაგიტარებ თქვენ. არ ყოფილა ესეთი რაღაცა რომ დავით აღმაშენებელი მეჩეთებში დადიოდა. მეჩეთებს პატივსცემ ჩვენ მუსლიმებს პატივსავცემ, მაგრამ არ ყოფილა ესეთი ფაქტი. ამათ აიტაცეს ამ სულელებმა. ეს იდიოტები ეს. ისტორიული ფაქტი რომ ეს ერთი ორი ისტორიკოსი იტყოდა კიდევ. არა, ფაქტი იყო ასეთი. ვიღაცა იტყოდა. რომ დავით აღმაშენებელი განჯის ყათთან, სასულიერო რიდელთან, როგორც ცნობილია, სასულიერო, აი ამ რა ქვია, საღვთისმეტყველო საკითხებზე პოლემიკა ჰქონდათ. მაგრამ ის რომ ეხლა დავით აღმაშენებელი დადიოდა მუსლიმანურ მეჩეთებში და მეტი საქმე არ ქონდა რა. ეხლა დავითი აშენებდა ქრისტიანულ საქართველოს და აშენა ქრისტიანული საქართველო. და ურთიერთობა ქონდა ევროპელ ჯვაროსნებთან და უპირველეს ყოვლისა ტამპლიერებთან და 1118-1119 წლებში, როგორც იოანე ბატოლიშვილი თავის კალმასობაში გვაუწყებს, იერუსალიმის მეფე ბალდუინ მეორე ჩამოვიდა და გეგუთის სასახლეში შეხვდა. დავითმა აშენა დიდი ქრისტიანული საქართველო, მაგრამ იყო ტოლერანტი, შემწყნარებელი მეფე და ნუ ეხა თბილისის მაგალითად იმუბანში, სადაც მუსლიმანები ცხოვრობდნენ, ქრისტიანებს მაგალითად არ ქონდათ ღორის დაკლის უფლება და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ვინ თქვა და ვინ მოათრია ყურით, რომ ეხლა დავით აღმაშენებელი დღედაღამეო ეხლა მუსლიმან, მაშინ ქრისტიანულ საქართველოს რაში სჭირდებოდა? თქვენ არ გაგიგიათ მაგას რო იძახიათ. არა, გავიგე რო ამბობენ, მაგრამ ეს ავატყობიათ ყურიბა გამოტენილი კაცო რა. კაცო, ახლა დღედაღა მასე ახლა სულელი. და ჯერ რითვერ დაიდგა ამ აჭარაში დავით აღმაშენებლის ზეგლი, კაცო. ესე იგი გამიწი მიშველე, ესე იგი შლოპაცების ზეგლი დაიდგა. ესე იგი ეს ალი და ნინოს ზეგლი არის ასაფეთქებელი, მე თუ მკითხავ. ეს არის ჩვენი ქვეყნის ეროვნული შეურაცხყოფა. ეს არის ჩვენი ეროვნული იდენტობის შეურაცხყოფა. შეურაცხყოფელია. დღეს რო ქართული ხელისუფლება ეროვნულ პოზიციებზე
კაცებზე უნდა იყოს მე მგონი და მე რა ვიცი მე მოუწოდებთ მათ რომ მოაცილეთ ის ალი და ნინოს ბატონო ნიკოლოზ გიჟი მიშას ველოსიპედი ვერ აიღეს არა რა უბედურება ეს არის რაღაცა ეროვნულობის რაღაცა სიამაყით ხო არა გიჟი მიშას ველოსიპედი მიშა სააკაშვილი ბოდიში და შეიძლება ინდონეზიაზე მისულიყო რომ თავისი ეროვნული ინტერესებისთვის შეიძლება ბოდიში საშინელება გაეკეთებინა რაღაცა და ჩვენ რაღაცა სიამაყი შეგზდება ხო გვაქვს გიჟი მიშას ველოსიპედი ვერ აიღეს იქ შროპანცები იქ ისა და რაღაცა საშინელებები და ეხლა აგერ აჭარის არხის ჟურნალისტი გამოდის აი ეს მოღალატე ეს სპეცსამსახურების აგენტი დიდი ალბათობით და ლაპარაკობს რომ თურმე ესი მაინტერესებს აპრეტენზით რომ გამოდიხართ რომ საქართველოში უნდა იყოს ესე იგი მუსლიმური დღესა სხვაგან არის ქრისტიანული დღესასწაულები შენ ნაძირალა შენ არის თურქეთის ქრისტიანული დღესასწაულები უქმე არის იმაში აზერბაიჯანში სადიშობეთ, სად გაიზარდეთ ამისთან და სად გაიზარდეთ და იმაზე გაიზარდნენ ამ განათლების სისტემაზე. ის რო გეყოლება, რა ქვია, ის რა გვარია, ის ბურღულია რო გეყოლება. ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებებს ქრისტიანობა არის რამდენი მოწამე ყავდათ. ისა კაცმა ადგა და ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები ამოვიღოთ. გესმით თქვენ რა? არა, ეს რო გეყოლება, გესმით. განათლების სამინისტრო არის დასანგრევი და დასაწვავი. და ყველა ადამიანი ვინც არის კიდე იქა ვინც მუშაობს 80% დასაყრეტები ხარ. სულ ნაციონალები. განათლების სამინისტრო, აი დღეს რო იყოს დავითის საქართველო 80% უნდა დაიხურიტოს. სულ ნაციონალები არიან, სულ ნაცები არიან. საქართველოს მოღალატეებისთვის ტყვი არასდროს არ დაგვენანება. სულ როგორც კულტურის მინისტრი არის ნაცი, ეს რუხაძე. საწყალი აცხონოს ღმერთმა თემურ ქევხიშვილისნაირი პროფესიონალი და კაცი. ქართულ ხალხურ მუსიკა შეიძლება არ წყოლია. თემურ ქევხიშვილი არ დაგავიწყდეთ ვინმე რომელიც არ გაყიდულა არც ერთ პარტიაზე არავის მანდატი არ ჩაუდია ჯიბეში და არსად არ შემხტარა და გამომხტარა კიდე კარგად დაიმახსოვრეთ ეს სახელი თემურ ქევხიშვილი უდიდესი ლოტბარი მე ძალიან მეგობრობდი მასთან და კაცი იყო გამწარებული არა ეხა გამწარებული ეს ნაძირალა ქალი ეხა დღეს კულტურის მინისტრი რო ქვია ეს რუხაძე ისეთ რაღაცებს აკეთებდა პიონერთა სასახლეში. გაგიჟებული იყო საწყალი ბატონი თემური და როცა საქართველოს ყავდა უდიდესი რაფინირებული, არ ვიცი რა, პიროვნება კულტურის მინისტრი, ბატონი ოთარ თაქთაქიშვილი. საბჭოთა საქართველოს კულტურის მინისტრი იყო. ეს უდიდესი კომპოზიტორი, უდიდესი მოღვაწე. და რა ვიცი, აი კაცობის ეტალონი და რაფინირებული რადონის განათლებული და აი ეს ქაჯი რო გეყოლება ახლა ეს კულტურის მინისტრი რაღაც აპდეიტებიო თუ რას ბოდავდა იმ დღეს იქა რაღაცა ორი ღერი ინგლისური უსწავლია ამას თუ მაგდანას უჭა ელტონ ჯონი ხო რა ამას თუ მაგდანას ელტონა ხო არ უხდის მაგას არ ვიცი ვის რას უხდი მაგას მე ვიცი ვინც უხდის და ვინც მიატრია იქა ძალიან კარგად ესე იგი გაოგონებული ვარ რა ამას თუ მაგდანას ლურჯა ექნება წაკითხული აი თავს დავდებ ჯირკს რა გეუბნები ეხა მე ძალიან ესე ვადევნებ თვალყურს სოციალურ ქსელებს და ზოგიერთი წერს თქვენი აღშფოთება ვისკენ არის მიმართული ვისკენ არის და სარაევოსკენ ვისკენ არის მიმართული ვიცრებთ იდიოტები ეხა რა უნდა ელაპარაკო მე კიდე იცით რა ზოგს გონია კაცო მე პოლიტიკური პარტია მაქვს და აი ამდენი ლაპარაკი არ კმარა რა მე ტელევიზიის ისა ვარ რა ქვია კრამიდები დავამტრე მიმართეთ ეგ იმ პარტიებს მიმართეთ რომლებიც ბოდიში და ტელევიზორში ლაყმობის მეც არაფერს არ აკეთებენ მე არც პარტია მაქვს გენაცვალე და არც პრემიერ-მინისტრი ვარ და არც რაიმე ბერკეტი არ გავაჩნია მე ინფორმაციებს გაძლევ თქვენ გაძლევთ ანალიტიკურ რაღაცა გარკვეულწილად ანალიზისათვის გარკვეულ სადისკუსიო თემებს რომლებიც უნდა გადაიჭრას მე კი ნუ ვთხოვ თქვენ რაღაცა კარდინალ იმიტომ რომ მე არ ვარ პარტიის ხელმძღვანელი და ვინც პარტია და ვინც ამბიცია აქვს რომ პარლამენტში უნდა მოხდეს იმათ მიმართეთ დღეს ესე იგი პოლიტიკური პარტიები იქცნენ იმათ რა ქვია მარტო ლაპარაკის ობიექტი საქმე ლაპარაკის დაცვათო იმათ თქვა კაცო კომუნისტებმა თქვენ ვისაც რაღაცა პრეტენზია აქვს და ამბიცია აქვს იმათ მოთხოვეთ ეს ყველაფერი ეხლა მე იმისი არ იყოს პატრიარქს მიუყვანდნენ ხალხს ვითომ პატრიარქი ეტყოდა იმას რა ქვია რომ მიდი ჩამოაგდეთ მიშაო რა პატრიარქს რა უნდა ექნა მე გეკითხებით პატრიარქი უნდა გაძღოლოდა თურმე ხალხს და ჩამოეგდო მიშა სააკაშვილი. ისი არის ხა თქვენ აი შენი საზოგადოება საერთოდ დაავადდა და დიდი უმრავლესობა დაავადყოფებული არის. და ვერ ხვდება ვის
კენ რამ ჯერ დავიღალე ამდენი რეკვებით აღარ შემიძლია ეს ტელეფონი გასკდა დამირეკავს ვიღაცა აი მინდა თქვენთან შეხვედრა ამ იმაზე ბიჭო რა გიდა ბიჭო მე რო შემხვდები რა რასაც ვლაპარაკობ იმას გეტყვი აქა ხალხო მე რო აქ მილიონ ადამიანს შეხვდე რა მაშინ გადაცემა ვინ გააკეთოს მე ჩემს საქმიანობას იურიდიულს როგორ მივხედე ხო ეგ კარგი იციან ეს დაგირეკავ მე მინდა შეხვდე გელაპარაკო რა უნდა შეხვდე პრეზიდენტი ვარ პარლამენტის თავმჯდომარე წადი შეხვდი ვისაც საჭიროა პარტიის ლიდერებს შეხვდი რომ აი პრეტენზიები რო გაქვს ჩვენს მიმართ რომ აი მარტო იმათ უთხარით რომ ლაპარაკი და მე მინდა მარტო ლაპარაკობთ საქმე გააკეთეთ და ეს გადაცემა ისე არ დავამთავროთ რომ ერთი რაღაცა უნდა თქვა აუცილებლად წეგან ჩვენ დავით აღმაშენებელზე საუბრობდით და დავით აღმაშენებლის დროს საქართველოში ქვეყნის მეორე პირს და პირველ პირს მეფის ქვეყანაში არ ყოფნის შემთხვევაში გიორგი წიგნობართუხუცეს ჭყონდიდელს ორშაბათი დღე ქონდა მიღების საათები და დღე და მთელი საქართველოდან და მაშინდელი საქართველო იყო დღევანდელ საქართველოზე 5ჯერ დიდი იყო თავისი საზღვრებით უშუალო საზღვრებით და თავისი ყმადნაბიჯი ქვეყნებით დაწესებული ქონდა მიღების საათები მთელი საქართველოდან ჩამოდიოდა ხალხი ზოგი ჩეჩენი ზოგი ინგუში ზოგი ოსი ზოგი სომეხი ზოგი თათარი ზოგი ქურთი ზოგი ებრაელი ზოგი ბერძენი და მიდიოდნენ და საჩივრებით მიმართავდნენ გიორგი წიგნობართუხუცეს ჭყონდიდელს რა გახდა საქართველოში რომ რომელიმე მინისტრმა ერთმა მაინც სინდის ნამუსზე რაღაცაზე შეტოკდეს და მიღების საათები დააწესოს რომ გაჭირვებულ კაცს რო უნდოდეს ან გენერალურ პროკურატურასთან პროკურატურაში მისვლა ან შინაგან საქმეთა მინისტრთან შესვლა ან ეკონომიკის მინისტრთან მისვლა ან კულტურის უკულტურო მინისტრთან მისვლა ან რა ვიცი 1000 მინისტრი არის რა ვიცი მე მგონი რამდენი ადამიანია საქართველოში იმდენი სამინისტრო რომ მიიღოთ და ამ გაჭირვებულ ხალხს მიღების საათები არ უნდა იყოს დაწესებული გამგებლები რომლებიც სკდებიან და ყველა კორუფციაშია ჩართული ტენდერებში საქმეებია და 1000 უბედურებებში და შეამოწმეთ ეს ხალხი მიღების საათები არ უნდა კონდეს ხალხი პატიოსანი კაცი არ უნდა ეიმედებოდეს პირველ პირთან მისვლა რომ რაღაცა სამართალს გაარკვევს და რაღაცას შეიძლება ეწიოს ეხა ერთი რამეა კიდე რა იცით რა საქმე აი ბიჭო ისა რა გაქვს ამდენი სათქმელიო იმ კინოში არ იყო თქვი შედალოცულიო და გავიგეთ უკვე ყველამ რა ხდება ქვეყანაში და მე მინდა ვისაც პრეტენზია აქვს აგერ თვითმმართველობის არჩევნები მოდის მე მოდის ბიჭო ამ პარტიებს მინდა მივმართო ვისაც რაღაცა პრეტენზია აქვს ეროვნულობაზე და რაღაცა სახელმწიფოებრიობაზე ხა ნაცებს რომ მივმართო ეგ არის ჩემ მხრიდან იქნება დიდი მკრეხელობა იმიტომ რომ ნაცებია ქვეყნის მტრები ბიჭო რაბე გამოდი და რაღაცა იმოქმედეთ ხალხო და რაღაცა გააკეთეთ თორე ლაპარაკით გავიგეთ ვიცით რა ხდება და ეს პრეტენზიები უნდა გქონდეთ იმ ხალხის მიმართ ვინც პარტია აქვს ვისაც ამბიცია აქვს თორე ჩვენს მიმართ კი არა მე არა მაქვს პარტიის ლიდერი მე არა ვარ აერია თამათ რამსები რა როგორც ელტონ ჭყონიას ქაჯაიას და გაფრინდაშვილს თუ მოფრინდაშვილს იმიტომ რომ ხელისუფლებასაც ჭირდება ჯანსაღი ოპოზიცია სხვათა შორის აი ლეიბორისტებს ყოველთვის ვიძახი სანამ გაგიჟდებოდა შალვა ნათელაშვილი და სანამ დასაბმელი გახდებოდა იმიტომ მისცა ხალხმა აი მინდა მივმართო აი ყველა პარტიას ვისაც ქვეყანაზე გული შეტყივა სანამ შალვა დასაბმელი გახდებოდა მანამდე აი სააკაშვილთან დაკავშირებით იქ სოციალურ თემატიკაზე ბაღების თემა იყო პოლიკლინიკები სკოლა ეს ამ თემებზე ლაპარაკობდა და იმიტომაც მიიღო ხმები და თქვენც რაღაცა იმ ლაპარაკის დაცვად საქმეს გააკეთეთ ხალხო იმიტომ აქვს ჩემ გადაცემას 10ჯერ მეტი რეიტინგი ყველა დანარჩენ იმაზე იმიტომ რომ ხალხმა იცის რომ მე ლაპარაკობ ამას და იცის ისიც რომ მე გარდა ლაპარაკისა ამ კუთხით სხვა ბერკეტი არ გამაჩნია და ვისაც ბერკეტი აქვს ვისაც ამბიცია აქვს ეხლა თვითმმართველ პარლამენტში უნდა ვიყო ბიჭო რო უნდა იყო გარედანაც შეიძლება ბევრი რამის გაკეთება და იგივე აი ნათელაშვილის პარტიამ გააკეთა იმ კუთხით და იმიტომ მისცა ხმა მაგრამ მე გაიყიდნენ ისინი და იმიტომაც დატოვა მე პარტია უამრავმა გაიყიდნენ აი ეს არის. ბატონო. ვეხა ჩვენთვის გაკუთვნილ დრო ამოიწურა ძვირფასო ტელემაყურებელ დიტო ჩუბინიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.
ცოტა ისეთი მძაფრი და ისეთი ცეცხლოვანი ეთერი გამოგვივიდა, როგორც ყოველთვის პრინციპში ესე ხდება და დაგემშვიდობებით. ხო, ნუ ხიარული ცეცხლოვანი არის. ხვალ შეხვდებით ერთმანეთს საღამოს 9 საათს.